მოგესალმებით, ჩვენო მაყურებლებო, დღეს კვლავინდებურად ეთერში არის პოზიცია, ღამის პოზიცია, რომელსაც რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის page-ზე შეგიძლია ადევნოთ თვალყური Facebook-ზე, ჩვენ Facebook გვერდზე და მათ შორის რა თქმა უნდა YouTube არხზე. ყველას მოუწოდებ რომ გამოიწერონ ეს YouTube არხიც და მათ შორის ჩვენი Facebook გვერდიც, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, როდესაც ასეთი პლატფორმა არსებობს, იმიტომ რომ აგერ მე და გიგა სანამ შემოვიდოდით, დღეს გიგა ჯოხაძე იქნება, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი, ჩვენ ჩემი მეგობარი და ასე ვთქვათ, ძალიან აქტიურად ჩართული ადამიანი ამ პროცესებში, ყველანაირ პროცესში. აი საუბრობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იდეოლოგიურად გამოიკვეთოს ბევრი რამე, იმიტომ რომ საქართველოში ხა პირდაპირ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კარტინკებით აღარ ბოლდება ხალხი, აღარ ცვლის პოლიტიკურ ასე ვთქვათ, ლანდშაფტს და თავარი რაც შეცვლის არის რეალური საქმე და რეალური საქმეს ყოველთვის აბსოლუტურად ედო პოლიტიკურ პროცესში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კონკრეტული იდეოლოგია, კონკრეტული მწავსი, სოფხედულობა, ხო? იმიტომ რომ შეუძლებელია ხა მხოლოდ რაღაც კონკრეტულ მოკლევადიან იდეაზე ჩამოკიდებული ან გეგმაზე ჩამოკიდებული ძალა აღიქმნან სერიოზულად. ეხლა რო საუბრობთ ხოლმე ოცნებაზე, გასაგები რომ ძალიან ამორფული ძალაა, ეგ სოციალისტებიც არიან, კონსერვატორებიც და რატომ? იმიტომ რომ მარტივი რაღაცა კოლაბორაციონისტულ ძალას შედუღებისთვის ძალიან მარტივად ერთი რამით შეადუღო, რომ ჩვენ არ გვინდა არც წინააღმდეგობა, არ გვინდა არც კონფლიქტი ოკუპანტთან, ჩვენ ვატარებთ აი ამ კაპიტულანტურ კურსს, არ ვიცავთ საქართველოს საზღვრებს, მიგვაჩნია რომ შეცდომა იყო აწუხელიძის გმირობა და პიარი იყო და ასე შემდეგ, ხო, ანუ კაპიტულაცია, რომელიც არის გაცხადებული, ხო? ეს არის იდეოლოგია ერთგვარი, იმიტომ რომ კაპიტულაციაა და კოლაბორაციონიზმია. ეხლა არც პეტენის მთავრობა საფრანგეთში არ ჭირდებოდა რაღაც დიდი იდეოლოგიური საფუძველი, ხო? უბრალოდ ეს ხალხი იძახდა, რომ გერმანელებს ეხლა ჩვენ ვერ ვეომებით, დეგოლი და ეს ხალხი მტრობს საფრანგეთს პირიქით, ვინც თავისუფალ საფრანგეთში არიან, ჩვენ ვართ კოლაბორაციონისტები. ანუ ეს არის ამოსავალი წერტილი, ამიტომ ჩვენ როცა ვამოთხოვნე რომ აი კი, მაგრამ ისინი რატო არიან ამდენ წელი? იმიტომ რომ აქვთ ფული, ძალაუფლება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია იდეოლოგიურ თვალსაზრისით, ის რომ ისინი იძახიან რომ ჩვენ იდეოლოგია ეგ გახლავთ, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს იდეოლოგია, ჩვენ არ უნდა გქონდეს რაღაც ეროვნულ პრინციპებზე, ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა პოზიციაში მე ამიტომაც მინდა ხოლმე რომ ვისაუბროთ ხოლმე მათ შორის ახლა საგარეო მიმართულებით არის და რა თქმა უნდა შიდა პოლიტიკურ საკითხებს წერყვა გიგა, მაგრამ პოლიტიკის კვლევარი გახლავთ, მაგრამ ნუ განსაკუთრებით მაინც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე აკეთებს აქცენტს და მინდა რომ აი ამ ყველა თემაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ პოზიციაზეც რა ამიტომ ამბობ რომ მე პირადად დიდი სიამოვნებით უყურებ ხოლმე თუ მართლა რაღაც იდეოლოგიურად აი ეს მსგავსი ტიპის დებატები არის სხვა პლატფორმებზე, იმიტომ რომ უნდა ნახოთ ვინ რას ფიქრობს, რას რეალურად წარმოდგენა აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამიტომაც გონე რომ ბუნებრივია რომ ჩვენ page-ზე ხა ნაციონალური მოძრაობის page-ზე აი კომენტარებს რომ ჩაუყვები ხოლმე, ხო? ანუ არიან, ნუ ტროლები რა თქმა უნდა არიან და სულ არიან, მაგრამ რეალურად არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ოცნების ხალხაჭერები არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ვიცი ხა აი ნაცებს და ეკოცებს რომ რაღაც ერთ ხოფში ხარშავენ რაღაც ეგ მიმდინარეობაც არის. ყველანაირი ადამიანს ნახავ, იმიტომ რომ ხა დიახ, აინტერესებს ყველას, რომ ყველა მიცის რომ ხა მეინსტრიმული პოლიტიკური პარტია, ყველა მიცის რომ ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდეს როლს ნათამაშებს და დღეს რას ფიქრობს, რა გინდა არ გინდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სტუმრები არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც არ არიან ხოლმე ჩვენი პარტიის წევრი, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს და მე მივესალმები ამ ტენდენციას, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ხა პარტიულ თემებზე, პარტიულ დღესასწრებით ნამდვილად არ ვაპირებთ საუბარს. დღეს ერთ-ერთი ესეთი ადამიანი ყავს, რომელიც სამოქალაქო ასე ვთქვათ, ორგანიზაციის წარმომადგენელი არის და არ გახლავთ, რა თქმა უნდა, პარტიული და საერთოდ კავშირი არ გააჩნია ჩვენს ძალასთან, მაგრამ ნუ არის აქტიური მოქალაქე და ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც არის. გიგა, მოგესალმები და მოგესალმები ირაკლი, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენ მაყურებელს. ხო, მოკლედ, იცი რა, პირველი მაინც ახლა ყველა თემაზე უნდა ვისაუბროთ, ახლა ისეთ საკითხი რომ მართლა იმდენი საკითხი არის ხოლმე, რომ ნამდვილად არ გვაქვს ხოლმე ხა იმის პრობლემა რომ ახლა დავფიქრდეთ რომ აი რა შეიძლება ვისაუბროთ რომ კონკრეტულ დღეებში ძალიან ბევრი საკითხი, მაგრამ საგარეო თემას რომ შევეხეთ ახლა სხვადასხვა მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა ევროსაბჭოს მხრიდან, როდესაც მათ პირდაპირ თქვეს, რომ არანაირ დასავლურ სტანდარტს არ შეესაბამება ეგრეთ წოდებული ფარას კანონი, ხო და რახან ახლა შენ თვითონ რა თქმა უნდა ხარ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი და შენ თვითონ ახლა ეს რუსული კანონიც და ეს რეპრესიული აპარატის ამუშავება ძალიან კარგად ძალიან ასე ვთქვათ, კარგად აისახად, კარგად გულისხმობ იმას, რომ შეიგრძენით, რომ კარგი არავისთვის არ არის, არც თქვენთვის და არც ქვეყნისთვის. ხო, ანუ კარგად იცნობთ ამ საკითხებს და აი საინტერესო იქნება მაყურებლისთვის ალბათ ზოგადად ამ ფარას კანონზე გარდა ამ ახლა გასაგებია დასავლური რეაქციები და ყველა ხვდებით რომ არანაირი კავშირი არ გააჩნია, მაგრამ აი თუნდაც ქოცურ პროპაგანდას რო უპასუხოთ, იმიტომ რომ ეს ქოცურ პროპაგანდა კიდაგინდა მუშაობს. ახლა ყოველ დღე იხარჯება ძალიან დიდი ფული და ერთ და იგივე რაღაც მარტივ მესიჯებს აჟღერებენ მუდმივად ერთ და იგივე პროპაგანდისტული საშუალებებით, რომელსაც დიდი დაფარო აქვს. ხო, ეს არის თავარი ის არის რომ ამერიკაშიც არის ესეთი კანონი და გამჭვირვალობის კანონი, საფრანგეთშიც არის, იქაც არის, აქაც არის და ჩვენთან რატო არ უნდა იყოს? ანუ ჩვენ რა ვინმეზე ნაკლები ვართ? აი ეს აი ამ ნარატივს რო უპასუხოთ მათ შორის და თქვენს
კი ბატონო. ხო, ანუ ეს სამწუხაროდ ნავაღიარო და ასეც არის და ფაქტი არის რომ დასავლეთი კარგა ხნის განმავლობაში, აი წლების განმავლობაში თითქმის 10 წელზე მეტი დაჭირდა დასავლეთს შეგვიძლია ვთქვათ იმის მისახვედრად თუ ვინ იყვნენ ქართული ოცნების მმართველები, ანუ ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი, ვინ იყვნენ ეს ეგრეთ წოდებული დე-ფაქტო ლიდერები ქართული ოცნების და იმაში დასარწმუნებლად რომ რეალურად ეს ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება და ეს ტერმინი ძალიან არ მიყვარს, იმიტომ რომ ოცნებას რეალურად ასე უწოდებ ხოლმე, ან ოცნება, ან რუსული ოცნება, იმიტომ რომ ქართულთან, საქართველოსთან არანაირი კავშირი ამ რაღაც ბანდიტების მმართველ ჯგუფს რეალურად არ აქვს. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ არ უწოდო მას ქართული ოცნება. სამწუხაროდ დასავლეთს დიდი დრო დაჭირდა ამის გასარკვევად და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტი, როდესაც რეალურად დასავლეთში კონსოლიდირებულად ყველა უკვე მიხვდა იმას, რომ რეალურად ოცნება არის რუსული ძალა და ოცნების მთავარი მიზანი რეალურად არის ავტორიტარული მმართველობის ჩაცემენტება, იყო პირველი მცდელობა ეგრეთ წოდებული რუსული კანონის შემოღების, რომელიც რუსულია, რა თქმა უნდა, მთელი თავისი შინაარსით და მოცემულობით და მაშინ, აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, წეღანად ზუსტად ოცნება და მისი ლიდერები ცდილობდნენ, რომ წარმოეჩინათ ეს კანონი არა რუსულ კანონად, არამედ რაღაც სახელმწიფოებრივი ინტერესების გამაძლიერებელ კანონად და მრავალი პროპაგანდისტული ნარატივი ამუშავეს ამ თვალსაზრისით, მათ შორის ის, რომ აი როგორც თქვენ თქვით, ეს კანონი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთშიც, მრავალ განვითარებულ დასავლურ დემოკრატიაში, ლიბერალურ დემოკრატიაში, თუმცა რეალურად მაშინვე ჩვენ დაუპირისპირეთ კონტრპროპაგანდა ამ მიმართულებით და მრავალი არგუმენტი დავასახელეთ იმის საჩვენებლად, რომ რეალურად ეს არის რუსული კანონი და არაფერი დასავლურ სტანდარტებთან, დასავლურ მსგავსი ტიპის კანონებთან რეალურად არ ქონდა საერთო არაფერი ამ არც რუსულ კანონს, არც ფარას და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ჩვენმა კონტრპროპაგანდამ ძალიან კარგად იმუშავა და ამ პროცესს ვაკვირდებოდი დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს რუსული კანონი მედიაში და არ მხოლოდ მედიაში, საზოგადოების ცნობიერებაშიც დამკვიდრდა, როგორც რუსული კანონი და არა კანონი გამჭვირვალობის შესახებ. მაგალითად, რო გავაჩეროთ, რა ვიცი, 100 ადამიანი, ამ 100 ადამიანიდან 80 ადამიანი უნებურად თუ მიზანმიმართულად იტყვის, რომ რუსული კანონი, მათ შორის ეს არის რუსული კანონი, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდანაც კი ხშირად შევხვედრი ვარ. კი, ასე არის ცნობილი და დაიბრენდა, ასე ვთქვათ რა, ეს რუსული კანონი და ეს იყო ჩვენი კონტრპროპაგანდის გამარჯვება. სამწუხაროდ ხშირად და მეტწილად ჩვენი კონტრპროპაგანდა ვერ ახერხებს ხოლმე ეს ასეთ საკითხებში გამარჯვებას, თუმცა ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, რომელზეც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს რუსული კანონი, ეს ტერმინი ძალიან კარგად დავბრენდეთ და სწორადაც. ახლა რაც შეეხება არგუმენტებს, რომ ანუ ფარასთან რეალურად ამ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს, პატარა ისტორიული ექსკურსით შეგვიძლია გავაკეთოთ. ფარა მიიღეს 1930-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი მთავარი მიზანი იყო მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ ამერიკული ინტერესების დაცვა, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ, ხო? რას გვთავაზობდა ჩვენ რუსული კანონი და რას გვთავაზობს ფარა, ხო? არც რუსულ კანონში, არც ფარაში რეალურად საუბარი არ არის ერთადერთი დღესდღეობით საქართველოსთვის ერთადერთი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის და მისი ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, ხო? საუბარია იმაზე, საუბარია დასავლურ სახელმწიფოებზე და საუბარია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე და ამ მიზანი, ამ რუსული კანონისაც და ფარასიც რეალურად არის ის, რომ დასავლეთი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რეალურად გააძევოს საქართველოსთან და მისი ადგილი დაიკავონ ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა, მართლა მტრულად განწყობილმა სახელმწიფოებმა, მათ შორის განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციამ და ყველა სახელმწიფოში, აი სადაც დასავლურ სახელმწიფოებში არსებობს ეგრეთ წოდებული ეს გამჭვირვალობის კანონი, ყველა ამ სახელმწიფოში ეს კანონი მიმართულია მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ, ხო? ანუ ქართულ ოცნებას რომ შემოეთავაზებინა კანონი და საზოგადოებას აღიქვა ეს კანონი ისე როგორც იქნებოდა ამ შემთხვევაში შემოთავაზებული და რომ შემოეთავაზებინა ქართულ ოცნებას ის რომ მივიღებთ გამჭვირვალობის კანონს მტრულად განწყობილი სახელმწიფოების წინააღმდეგ, მათ შორის განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და მისი ინტერესების წინააღმდეგ, მისი ინტერესების გამტარებელი სუბიექტების წინააღმდეგ საქართველოში, რა ვიცი, ყველა ტარს დაუკრავდა რეალურად, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების, რა ვიცი, 90% მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პროდასალურ, პროევროპულ და რაღაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ემხრობა და მათი
სრული უმრავლესობა აცხადებს, რომ ერთადერთი მტერი დღეს საქართველოში არის რუსეთის ფედერაცია. ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული რეალობა იქნებოდა საქართველოში, მაგრამ ვიცით და ადამიანებმა განსაკუთრებით რომლებიც ძალიან დიდი ხანია თვალს ვადევნებთ ამ პოლიტიკურ პროცესებს, პირველივე წლებიდან, პირველივე თვეებიდან შეგვეძლო იმის თქმა, რომ ოცნება არის კრემლის მიერ მართული სატელიტური რეჟიმი და რეალურად ქართულთან, ქართულ ინტერესების დაცვასთან რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს მას. შენ ძალიან კარგი პოსტი გეწერა ამ თემაზე, მახსოვს რამდენიმე 2012 წლამდე მოყოლებული ჩამოთვლილი ქონდა რამდენიმე პუნქტა თუ კონკრეტული რა ნაბიჯებია სამის გამომხატველი. აი ყველაფერს რო თავიდავანებოთ, აი რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი რამ რაც გააკეთა მაშინ ქართულმა ოცნებამ პირველი რამდენიმე წლის თვეების და წლების განმავლობაში, აი მხოლოდ აქედან გამომდინარეც კი უნდა მიმხვდარიყო დაკვირვებული და კრიტიკულად განწყობილი თვალი, რომ რეალურად ეს არის რუსული რეჟიმი. მაგალითად, აი ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე ეს კოდორი 2007 სპეცრაზმელების ისტორიის მოყოლა და ამ ისტორიის მოყოლა სხვა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი მთავარი მინუსი, როგორც საზოგადოების ჩვენი მთავარი მინუსი არის ის, რომ ისტორიული მეხსიერება რეალურად მოდი უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან სუსტი გვაქვს და არ გვივარგა და ხშირად არათუ რა მოხდა 20, 30 და 50 წლის წინ ესეც კი არ გვახსოვს, ისიც კი არ გვახსოვს 3, 4, 5 და 10 წლის წინ რა მოხდა და სამწუხაროდ რა ვიცი მედიებშიც ამ თემებს საკმარისად დიდი ყურადღება არ ექცეოდა და არ შუქდებოდა ისე როგორც საჭიროა, იმიტომ რომ ეს ისეთი შემთხვევებია, ეს რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი შემთხვევა, მათ შორის ეს შემთხვევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს და აი საერთოდ ყველამ, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ხო? ყველა ასეთმა ადამიანმა. აი რა მოხდა ახლა კოდორი 2007 სპეცრაზმელების შემთხვევაში, ხო? 2007 წელს წინა ხელისუფლების პერიოდში რუსები აფხაზ სეპარატისტებთან ერთად აპირებდნენ დივერსიის ჩატარებას კოდორის ტერიტორიაზე და ქართველმა ბიჭებმა, ვაჟკაცმა ბიჭებმა, სპეცრაზმელმა ბიჭებმა განიიტრალეს, აი რა, სრულიად აი 10-იანზე შესრულებული სპეცოპერაცია განახორციელეს და მოახერხეს ლიკვიდაცია მათ შორის აი ამ დაჯგუფების და რუსი, ასე ვთქვათ, ამ დივერსიული ჯგუფების ხელმძღვანელების ლიკვიდაციაც, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და რეალურად აძლიერებდა საქართველოს სუვერენიტეტს, მათ შორის კოდორის ტერიტორიაზეც და ნაწილობრივ კონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიაზეც მაშინ 2007 წლისთვის და ეს იმდენად კარგად ჩატარებული იყო ეს სპეცოპერაცია, რომ რა თქმა უნდა კრემლში ამას მოყვა შესაბამის გამოხმაურება, წინა ხელისუფლებას თხოვდნენ იმ ბიჭების სიებს, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ ასე ვთქვათ და შეგვიძლია თამამად გმირულ სპეცოპერაციაში და რა თქმა უნდა წინა ხელისუფლების პირობებში ასეთი რაღაც არ მოხდებოდა, ხო? რადგანაც ქართული დაზვერვაც სპეცსამსახურებიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დიდწილად ამას ისეთი ადამიანიც ხელმძღვანელობდა, რომ შამათავას გულისხმობ, რომ სხვანაირად შეუძლებელიც იყო, ხო? რომ რაღაცა ინფორმაცია ჩავარდნოდათ რუსებს მაშინ ხელში. წლების განმავლობაში რუსები ნადირობდნენ ამ ინფორმაციებზე, ამ ბიჭების პერსონალური ინფორმაციებზე და მათი მთავარი მიზანი იყო ლიკვიდაცია ამ ბიჭების. ერთადერთხელ გამომართლად წინა ხელისუფლების პირობებში 2010 წელს, როდესაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი ააფეთქეს მანქანაში, ხო? ანუ 15 მონაწილიდან ამ სპეცოპერაციის მხოლოდ ერთზე გასვლა მოახერხეს წინა ხელისუფლების პირობებში. ეხლა რა ხდება მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება მოდის ხელისუფლების სათავეში, ხო? მხოლოდ 2014 წელს 5 კოდორი 2007 სპეცრაზმელი ბიჭი ყდება, ასე ვთქვათ, ჭყალებში რო ვთქვათ, გაურკვეველ ვითარებაში, ხო? და ნუ რეალურად რო წავიკითხოთ და რო გადავხედოთ ამ ბიჭების ისტორიებს, ნახავთ, რომ სრულიად ურთიერთგამომრიცხავი და ძალიან საეჭვო სიკვდილი შეხვდა თითოეულ მათგანს, ხო, რეალურად მათ შორის ერთ-ერთ სპეცრაზმელის მოგონებებში ესეც არის, ნათქვამი, რომ მე დამიბარეს დაკითხვაზეო და რაღაცნაირად სიგარეტის კოლოფში მოსასმენი აპარატი ჩავამონტაჟეო, რომ გამეგო, ან მილაპარაკობდა და მე აპირებდა ერთ-ერთი მისი მეგობარი ჟურნალისტისთვის ამ ინფორმაციის გადაცემას და ის ადამიანი ამბობდა, რომ ამ დაკითხვებს რეალურად ხელმძღვანელობდა ორი რუსი ეროვნების წარმომადგენელი ადამიანი. და ეს ქართველი ადამიანები, ვინც ხელმძღვანელობდნენ ამ დაკითხვას, იღებდნენ პირდაპირ დავალებებს ამ რუსულად მოსაუბრე ადამიანებისგან და ამის შემდეგ, როდესაც ის უკვე აპირებდა გადაეცა თავისი მეგობარი ჟურნალისტისთვის ეს უკვე ჩაწერილი ფაქტი, აი ამ სიგარეტის კოლოფში ჩაწერილი
ფაქტი ის მას კლავენ გაურკვეველ ვითარებაში, ხო? და ეს გამოძიებაც აჩვენებს, რომ ერთმანეთთან იმდენად ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეებია ამ საქმეში, რომ რეალურად რა თქმა უნდა ეჭვიბადება ამ შემთხვევაში და ყველა სხვა შემთხვევაში ავარიაში მოყვეთ მაგარი და ნატყვიარი აღმოაჩინეს. კი, ნატყვიარიც აღმოაჩინეს, რა თქმა უნდა, იყო ეს ზუსტად ამ ადამიანზე ვსაუბრობ, იყო ეს შემთხვევა, ხო, ავარიაო და რეალურად რამდენიმე ტყუის კვალი ქონდა ამ მანქანას და არა მხოლოდ 2014 წელი უბრალოდ იმით არის განსაკუთრებული, რომ 5 სპეცრაზმელის ლიკვიდაცია მოახერხეს რუსებმა, ხო? ნუ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის და ოცნების პირდაპირ დახმარებით. შემდეგაც იყო ესეთი შემთხვევები და ბოლო შემთხვევა, თუ სწორად მახსოვს, იყო წინა წელს, როდესაც სასროლეთში მოკლეს ამკოდორი 2007-ის ერთ-ერთი სპეცრაზმელი, პოლკოვნიკი და ეს იყო მერვე შემთხვევა, თუ არ ვცდებ, თუ ზუსტად მახსოვს, 15-დან მერვე შემთხვევა, როდესაც ეს ბიჭები ლიკვიდირებულ იქნენ სამწუხაროდ კრემლის მიერ და ივანიშვილის ხელის ბიჭების მიერ. აი, მხოლოდ ესეც რო დავასახელოთ, აი ეს ისტორიაც რო მოვყვეთ, რომელიც სამწუხაროდ არ იცის ძალიან ბევრმა საქართველოში, ესეც კი საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ კრემლის ტავლენიკი მართველი არის ივანიშვილი და ოცნება ზუსტად კრემლის მიერ მართული და ამის გარდა იყო კიდე ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა, მაგალითად ტრისტან წითელაშვილის შემთხვევა, რომელიც შეუშვეს, ანუ ადამიანი, რომელიც იყო დაჭერილი წინა ხელისუფლების პერიოდში, რუსების სასარგებლო ჯაშუშობისთვის, ამ ჯაშუშობის ბრალდებით, შემდგომ ეს ამნისტიის პირობებში კოცებმა გამოუშვეს უკან ყველა რუსაკებთან ერთად მოდი ეს რა ყველა კი შკრილნიკოვი იყო, ბევრი იყო, ჩახალიანი იყო, კი რა ვიცი, უამრავი ასეთი ადამიანი, ასობით ადამიანი გამოუშვეს კოცებმა პოლიტპატიმრის სტატუსით, ადამიანები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და რეალურად ეს დამტკიცებული ფაქტები იყო, ეს ადამიანები გამოუშვეს, მათ შორის იყო ტრისტან წითელაშვილიც, რომელიც შემდგომ კოცებმავე შეუშვეს საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე და საიდუმლო სამხედრო ობიექტებიდან წითელაშვილმა გაიტანა ეს ინფორმაცია, მათ შორის თბილისის საფორტიფიკაციო ნაგებობების შესახებ და ბევრი სხვა სამხედრო დეტალი, რომელიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სრულიად, რა ვიცი, საიდუმლო, ხო, გრიფით საიდუმლო, რომელიც რა თქმა უნდა განსაკუთრებით ტრულად განწყობილი სახელმწიფოს ხელში არ უნდა ჩავარდეს სახელმწიფოს, რომლის მიზანია საქართველოს სრული ანექსირება, ხო? ანალოგიურად ჩახალიანის შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, ანუ საერთაშორისო ტერორისტი, რომელიც გამოუშვეს და მე რა ვიცი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი ჩაატარა ანკარაში, მე ისევ შემოუძვრათ ვითომ საქართველოს საზღვარში. ისა ჩატაევზე ვსაუბრობ ოდიში. ხო, ანუ ჩატაევზე ვსაუბრობ. კი და შემოძვრა მე და თბილისის ცენტრში ჩაატარა ტერაქტი. ჩახალიანს რაც შეეხება, ნუ ჩახალიანიც ვიცით, რომ რა ვიცი, ანუ სომხეთმაც აღიარა, რომ არის რუსეთი. კი, რა თქმა უნდა, გამოუაგდეს და რა დღეში დაჭერილი ყავდათ და ხო, ანუ რუსეთის აგენტი და მე ესეც გამოუშვეს უკან და გვახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში, რა ვიცი, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან აი ეს ცნობილი ვიდეოც არის. ხო, შელაპარაკება რომ მოხდა იქ ჯავახეთში. ხო, ასეთი ადამიანებიც გამოუშვეს, მათ შორის, რა ვიცი, ანუ წტომა მისცეს რუსებს, რა ვიცი, ჩვენ სამხედრო საქმეებზე, დეტალებზე, რა ვიცი, ანუ კოდორის სპეცრაზმელები გაჟლიტეს, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვა, რომ მათი ხელით რუსების დავალებით არის ლიკვიდირებული და ეს ყველაფერი, ანუ შეგვიძლია ვთქვა, რომ მოხდა პირველ წლებში ოცნების მმართველობის პირველ წლებში არის 2013 წლის დასაწყისი 2014-2015 ან არ ვსაუბრობ რომ აი 2023-ან 2024-25 წლებია ხო აი პირველი წლებია ქოცევის მმართველობის მაგიტო ვამბობ რომ ან ყველა ადამიანი რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში და რაღაც ოდნავ კრიტიკული აზროვნება კი ანუ რა ვიცი ანუ ხელის გულზე ჩანდა ზედაპირზე ჩანდა რეალურად ეს ყველაფერი ეს ეძახი და სხვა შორის მე რა იყო ის რაღაც პერიოდი მაშინ 2014 წელს ცოტა რაღაც ჩამოშორდი პოლიტიკურ ამბებს სტუდენტობის პერიოდი იყო და სხვადასხვა მიხვდებს რომ მე ხმად წამდა და 2018 წლიდან ვიცოდი იმიტომ რომ უბრალოდ პოლიტიკურ დინამიკას უყურებდი ну პოლიტიკოს ოჯახში ვიყავ გაზრდილი და სულ პოლიტიკა იყო ჩემ გაშება და უყურებდი ხო ამ დინამიკას და ну აშკარა იყო ეხლა ვინც ამ დინამიკას უყურებს მით უმეტეს კარგად იცნობს რუსეთს და როგორ მოქმედებს რუსეთი და საქართველოში რა ინტერესები აქვს ძალიან მარტივად მსახვედრი იყო რომ ხელისუფლება რომელიც ვერც სამხედრო გზით ვერ დაამხეს ვერც ენერგობლოკადის გზით ვერ და ანუ ყველა ის ინსტრუმენტები ომის რაც გამოიყენა რუსეთმა იმის შემდგომ რაც პუტინმა განაცხადა რომ
იყო უდიდეს გეოპოლიტიკური კატასტროფა საბჭოთა კავშირის დანგრევა და დაიწყო რევიზია, ანუ მას სურდა რომ პირდაპირ ხა მიმართოს გახორციელდა უკრაინაში ბარბაროსულ აგრესიამდე, ხო? როსაც პირდაპირ თქვენს რუსებმა რა უნდათ რომ ატომ და დასავლეთმა შეწყვიტოს გაფართოება, რომ გავლენის სფეროები უნდა აღდგეს და ის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, ან ვარშავის პაქტის სახით, ან თუნდაც პირდაპირ სამოუკავშირეო ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების სახით საბჭოთა კავშირის, ანუ პირდაპირ ოკუპირებული იყვნენ, უფრო მეტად ოკუპირებული იყვნენ, ასე ვთქვათ. ანუ ამ ქვეყნებშიც მთლიანად უნდა აღდგენილიყო რუსეთის დომინაცია. ეს არის მოთხოვნა უბრალოდ რუსეთის და არის ქვეყნები და პოლიტიკური ძალები ამ ქვეყნებში, რომლებიც ამ მოთხოვნას სამწუხაროდ ემორჩილებიან ოცნების სახით და სხვა პოლიტიკური ძალების სახით, რომლებიც სხვა ქვეყნებში არიან და არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამიტომ მარტივია ბოლო 3 საუკუნის მანძილზე საქართველოში პოლიტიკური ძალის შეფასება. ან ხარ კოლაბორაციონისტი, ან ხარ წინააღმდეგობაში ჩართული ხარ. იმის სამწუხარო ფუფუნება არ გვაქვს, რომ აი მემარცხენე, მემარჯვენე და ასე შემდგომ ძალები უფრო ესე არსებობდნენ და ან არაადეკვატური ხარ, როგორც არაადეკვატური ხომ ჩემთვის საარჩევნო ეგრეთ წოდებულ კამპანიაზე ოპოზიციონერები რაღაც ჰაერი დაბინძურდა და მიუსაფარ ზაღლებს და ნებისმიერ სხვა თემაზე საუბრობენ, იმიტომ კი არა რომ ეს პრობლემა რეალურად არის სამხატვრო, უბრალოდ ეხლა მართლა არადამაჯერებელი შეურაცხყოფელიც კი მე ვიტყოდი რომ ასეთ დეტალებზე საუბარი. ხო, ანუ ეს იგივეა რომ რაღაც სახში რომ ხანძარი გაქვს და შენ სახს რო ემუქრება აი ეგზისტენციალური საფრთხე და ამ დროს რო საუბრობ რომ აი აქ გასაყვანი გვაქვს კიდევ აქ რაღაცები, ანუ ამ დროს ხანძარი უნდა ჩააქრო და ეგზისტენციალური საფრთხე არის. ამიტომაც მე კიდევ ერთ სხვადასხვა ისეა გამახსენდა ამაზე სუვერენიტეტზე რო საუბრობენ ხოლმე ძალიან ნიშანდობლივია და ამაზე მეტი პრორუსულობის დემონსტრება რა უნდა მოხდეს ხოლმე აი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან რამდენიმე განცხადების სახით და პოლიტიკა საქმე კი არის და საქმეში ეხა მოაკვლევინეს უბრალოდ ხო საქართველოს ჯარისკაცები და არ ვიცი რუსეთზე მიებეს ეკონომიკა და 1000 უძრავი ქონება წამყვან საკვანძო ქალაქებში გადასცეს რუსებს და არ ვიცი მეტი რა უნდა ხდნენ მაგრამ აი სიტყვაც უმნიშვნელოვანესია პოლიტიკაში ხო ეხლა მაგალითად რა ვიცი ჰიტლერს რაც არ უნდა მაგარი გეგმები ქონოდა ის რიტორიკა რო არ ქონოდა გებელსაც მასაც და მის გუნდსაც და მათ შორის მუსოლინისაც და ნებისმიერ მმართველს რომელიც შეგვიძლია გავიხსენოთ ხო ტოტალიტარული სისტემის თუ არატოტალიტარული სისტემის შემოქმედს ეხლა საუბრობთ ხო შენთან რო კისინჯერის აი მწიფრით ხო სოფლიო ლიდერები ეს სოფლიო ლიდერები განსაზღვრავდნენ არა მხოლოდ თავიანთი ძალიან შორშჭრეტელი გეგმებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით გეგმებით და მართლა ვირტუოზული პოლიტიკური სრულებით არამედ თავიანთი რიტორიკით ნუ ეს არის განუყოფელი ეხლა რიტორიკა არის პოლიტიკაში გადამწყვეტი ეხლა ძალიან მარტივ რაღაცას ვიძახი მაგრამ რატო ვიძახი აი როგორ შეიძლება რომ ყოველ თვე არა ყოველ კვირა მოდი პირდაპირ ვთქვათ ვიგებდეთ ერთი და იგივე განცხადებებს რომელიც ჟღერდება კრემლში და ჟღერდება საქართველოში. ხა ამას ხო გასაგებია და ვინც ოდნავ მაინც აზია პოლიტიკის ხდება რომ უბრალოდ ერთი კაცი წერს ამ ყველაფერს. ანუ ერთი კაცი ესე პირობითად ვიძახით თორე რაღაცა რა თქმა უნდა რუსულ უშიშროებაში და ამ სახელმწიფო იმპერიალისტურ ტერორისტულ მანქანაში არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც კონკრეტულ ჯგუფებზე და კონკრეტულ ქვეყნებზე მუშაობს. უბრალოდ ერთი ნარატივი აქვს მათ. ამიტომაც ამბობენ რომ რაღაც გლობალური ომის პარტიას მაგვარი რაღაც არსებობს. ამიტომაც ამბობენ რომ თურმე სუვერენიტეტის პრობლემა აქვს ევროპას. აი ჩვენ ხო ეხლა ყველაზე მეტად რას ვიგებთ ხო ყობახიძისგან და მდინარაძისგან და სხვა მთავარი სპიკერებისგან ხო რომ თურმე ევროპას ევროკავშირს ანუ პოლონეთს მაგალითად აი ხორვატიას და იმ ქვეყნებს რომელთაც ახლა ჩვენ ხო ბევრი ჩვენგან ვიცნობთ და ნამყოფი ვართ თურმე ამ ქვეყნებს აქვს სუვერენიტეტის პრობლემა და ივანიშვილის აი სატელიტური მართლა სწორად რაც თქვი და მარიონეტული რეჟიმი არის აი სუვერენიტეტის როგორც რუსები ამას აწვევენ რომ ჩვენ სუვერენულები ვართ ასე ამიტომ ეს ერთი მესიჯი რომელიც აი არ მუდმივად მეორდება მათი მხრიდან და ამ დროს თვითონ არიან რა თქმა უნდა ამ სუვერენიტეტის დაკნინების თავარი გამოხატულება და ასევე აი ზუსტად დილემების დასახვა ხდება ზუსტად ერთნაირი პოლიტიკური ფორმულირებით აი სატულინმა მაგალითად რაც თქვა კარდი იყო გაკეთებული და სანამ წავიკითხავდი ვინ გააკეთა განცხადება ეგრევე ყობახიძეზე წავედი რა სურათს კარგად არ შემიხედავს რომ დავაკვირდი მე სურათს მივხვდი ვინ არის ზატულინს ხო ცნობდა ამ კაც ხო და ესეთი რამ ნათქვა მე სატურნი არის როგორი ადამიანი ხარ სხვებისთვის ბევრს ალბათ ნაცნობია და იციან ვინ არიან მაგრამ აი დაახლოებით როგორი ადამიანი ისე ევროპარლამენტში რომ საქართველოს საკითხზე მუშაობენ და ჩვენი ევროპელი ანუ ევროპული პოლიტიკის შემოქმედები რო არა საქართველოს მიერ სატურნი არის ესე საქართველოს რო ხშირად აკეთებს კომენტარებს ბოლო მუშაობს ამ საკითხზე რუსეთში თქვა ბოლო წლების მანძილზე არა ბოლო წლების კი რა შეიძლება ითქვას რომ 10 წელზე მეტია და სატურნმა ესეთ რამ განაცხადა რომ ეხაო უვიზო მიმოსვლაო არისო გამოყენებულიო იმისთვისო რომ შანტაჟი მოხდესო რომ მეორე ფრონტი გახსნანო ანუ აბსოლუტურად ეს მეგა ნარატივები რაც არის, ანუ მეგა ნარატივი რაც ნიშნავს ის კი არა რომ აი რაღაც ჰაერი რატო არის დაბინძურებული ან რა ვიცი სხვა პრობლემები თუნდაც მუნიციპალური ან სხვა ტიპის, ხო? ანუ ეს კი არა, აი მეგა ნარატივი რა არის რომ ანუ აი მთავარი რის გამო ვარ მე აქ რა, აი რატო ვარ ხელისუფლებაში და რას ვაკეთებ? აი
ეს ყველაფერი აი მაგალითად ისე მარტო მაგალითად მოვიყო დეგოლის იდეა ხო იყო რომ აი ეს რაღაც დიდი საფრანგეთი აეღორძინებინა და საფრანგეთის მნიშვნელოვანი აქტორი გამختار იყო და თავის სამხედრო პოტენციალი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ყოფილიყო ეს რაღაც მეგანარატივი იყო თქვა დეგოლის არ ძვირად გამსახურდა ეს კავკასიური სახლის იდეა ქონდა ეს იყო მისი მეგანარატივი ამათი მეგანარატივი არის რომ გლობალური ომის პარტია ხსნის მეორე ფრონტს საქართველოში და ესენი ბიძინა და მისი ბანდა Deep State-ს ამარცხებს და არ აღძლევს იმის საშუალებას, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ოღონდ ყველაზე მაგარი და გადაობა ის არის, რომ საქართველოში, გადაობა, ამ ჭყალებში ეს გადაობა კი არა, ტრაგედია, რომ საქართველოში, რომელიც ეხა ისტორიულად იყო მართლა დაპირისპირებული ამ ძალებთან, რომელზეც ეს ხალხი საუბრობს, თურმე პრობლემა რუსეთი კი არ არის, ან თუნდაც მისი მოკავშირეები კი არ არიან პრობლემა თურმე და მათი იმპერიული ამბიციები, არამედ თურმე დასავლეთი, რომელსაც არ ვიცი რამდენი რამე აქვს გაკეთებული ამაზე მართლა ცალკე პრობლემები შეიძლება გამოიწეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, ჯანდაცვის სისტემის კუთხით, პოლიტიკური სისტემის კუთხით, ყველაფერი რამდენი რამე აქვს გაკეთებული ჩვენ სუვერენიტეტი მართლა გადარჩენილი აქვს. კი, რა თქმა უნდა, რაც რუსებს დანგრეული აქვს ჩვენი ძვირფასი, რა ვიცი, ეკლესია, მონასტრები, ტაძრები, ყველაფერი დასავლეთის აღდგენილია, რა თქმა უნდა. და თუმცა ეს არის საფრთხე რა და აი ეს და მორალური აი ეს სწორად აღნიშნა ირაკლი შენ რაღაც ხელოვნურ მორალურ დილემებს ქმნიან რა რაღაც აი ძალიან უაზრო დილემებს რომელიც სამწუხაროდ პროპაგანდის ერთ-ერთი კარგი მეთოდია და მუშაობს მაგალითად ის რომ აი რა სუვერენიტეტი არ იყიდება იმაზე რა ქვია უვიზო მიმოსვლაზე ანუ თითქოს ვინმე გვართმევს და ნუ ეს ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტია Deep State-ი გვართმევს სუვერენიტეტს და ამის საპირწონედ რა ანუ მარტო ის არის უვიზო მიმოსვლა თუ სუვერენიტეტს გვართმევენ არა უშავს რა ვიცი ანუ ვიქნებით იმაში რა ვიცი ანუ ვიზას ავიღებთ და ისე წავალთ და ვიმოგზავნოთ არ არსებული დილემებია ხო აი ეგაა რომ აი თუ მაგალითად გთხოვს დასავლეთი რაღაც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების შემოღებას და კანონებას არ გვინდა ძმაო რა ეგეთი სუვერენიტეტი რეალურად მუშაობს სამწუხაროდ რა ვიცი ანუ ერთ-ერთში რა ვიცი რუსეთიდან ლუბიანკიდან გადმოწერილი ის არის პროპაგანდისტული ნარატივი აი რა მათ შორის რუსეთში წლების განმავლობაში კულტივირება ხდებოდა ამ პროპაგანდისტული გზავნილის და ძალიან კარგად ერთ-ერთში გადმოიტანეს ეს საქართველოში ხო ჩვენ უნდა აუხსნათ ალბათ ადამიანებს ყოველ დღე რაღაცა თიცე დახვეული ხელოვნურად შემოტანილი რაღაც რუსული პროპაგანდისტული ნარატივებია და ჩვენი კონტრკლიშეები უნდა შევთავაზოთ მათ შორის ფაქტების სახით და ამ ფაქტების და მიბრუნების სახით აი ამ კონტრკლიშეების მიბრუნების სახით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობს ხო სანამ შენ სიმართლეს იტყვი ტყუილი 1000-ჯერ მოივლის დედამიწას ხო არის ეგეთი გამონათქვამი და ჩვენც ჭკვიანურად უნდა დაუპირისპირდეთ გონია ამ პროპაგანდისტულ გზავნილებს ნარატივებს და კონტრკლიშეები უნდა შევიმუშაოთ რა მაგკუთხით აი თუნდაც ერთ-ერთი კარგი თემა რომელზეც ნუ აპელირებდნენ კოცებიც და ზოგადად ანუ ვინც არიან რაღაც პრორუსულად განწყობილი ადამიანები საქართველოში არის ის რომ აი კი გაცვეთილი თემაა მაგრამ ბევრჯერ სამწუხაროდ დღემდე მუშაობს აი რაღაც რუსეთი რო ერთმორწმუნეა ჩვენი და დასავლეთი ცდილობს რაღაც ქართული კულტურის წაშლას და განადგურებას ქართული ენის იდენტობის წაშლას და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ გარდა იმისა რომ ფაქტების დონეზე უთხრათ რომ აი სწორედ რუსეთი იყო ის ვინც რა ვიცი საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია წაართვა ვინც ანგრევდა ეკლესიებს გადაღება ეკლესიების საძოვრად აქცია ცხოველების და ამ შემდეგ და გარდა იმისა რომ უთხრათ რომ რეალურად რა ვიცი პირიქითაა და დასავლეთი გვეხმარება ამ ისტორიული ძეგლების რესტავრირებაში, მის აღდგენაში და პირველი სახით მის დაბრუნებაში ამ ძვირფასი ეკლესია მონასტრების და არა მხოლოდ ციხესიმაგრეების და ამ შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ერთი სიტყვით, არამედ შეგვიძლია რომ შეუტრიალოთ ეს კლიშეები. ანუ ეს რუსები ხო ამბობენ რომ რუსეთი ერთადერთი დიდი სახელმწიფო რომელიც კონსერვატიულ ღირებულებებს იცავს, ხო? რეალურად სამყაროში ბევრი განგსმენია, ხო? ეს რუსული პროპაგანდისტული გზავნილი და ამ დროს შეგვიძლია შეუტრიალოთ პირიქით და ვაჩვენოთ რა არის რუსული რეალობა რა. ანუ რუსეთი არის სახელმწიფო რომელიც მეორე ადგილზე არის ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლით მთელ მსოფლიოში, რა ვიცი, მესამე ადგილზე არის თუ არ ვცდები ნარკოტიკის მოხმარების დონით, მეორე ადგილზე არის პროსტიტუციის მაჩვენებლით ზოგადად ქვეყანაში და რა ვიცი, ანუ ოჯახური ძალადობის კუთხით თუ სხვა ესეთი ინცესტი და ბევრი რამ. ინცესტი კი, რა თქმა უნდა, ყველა ამ სტატისტიკით დანგრევს, ანუ არამყარი ოჯახის. კი, რა თქმა უნდა, განქორწინებების რაოდენობითაც თუ არ ვცდები მეორე თუ მესამე არის მსოფლიოში. აი, ყველა ამ ეს მაჩვენებელი შეგვიძლია ვაჩვენოთ და შევუტრიალოთ, რომ ანუ სახელმწიფო რომელიც მესაუბრება რაღაც კონსერვატიულ ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციულ ღირებულებებზე, რანაირად შეიძლება ესე იყოს თუ ყველა ამ სტატისტიკურ მაჩვენებებში ჭყალებში მოწინავე ადგილზეა ხო მსოფლიოში. კალკირება ხდება ეგ საქართველოში თუ აკვირდები ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც აი ამ ოჯახურ ღირებულებებზე აქცენტს აკეთებს ხოლმე, მართლა დასაბრუნებელი არის ეს რეალური კონსერვატიული ღირებულებები და მიმართულებები, იმიტომ რომ აი მარტივად რო ჩვენ თავარი მოკავშირე ქვეყანა ვინც არის ხო, ბუნებრივი სამწუხარო სტრატეგიული აღარ გახდოთ ეხა ფორმალურად ამ ეტაპზე.
ამერიკის შეერთებული შტატები ხა ამერიკაზე უფრო კონსერვატიული ქვეყანა თუნდაც ეკლესიაში მოსიარულეთა პროცენტული მაჩვენებელი და ყველა სხვა მიმართულებით და მეტი რა უნდა იყოს ხო სამწუხაროდ საქართველოში არ იცნობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში შემიძლია თან ხო ანუ ფიქრობენ რომ რაღაც ამერიკული ინსტიტუტები რაღაც ლიბერალურია რეალურად ინსტიტუტებიც არ არის მთლად ლიბერალური შესაძლოა უფრო ლიბერალურია ვიდრე რაღაც სიტყვაზე ცენტრში მაცხოვრებელი ხნო ანუ ის არის ან ამერიკის შეერთებული შტატები ბევრ სამწუხაროდ საქართველოში გონია ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი და ეს ლიბერალური ქალაქები ხო ანუ ეს დიდი ქალაქები რომელშიც კი ბევრი ადამიანი ცხოვრობს რა თქმა უნდა თუმცა რეალურად მხოლოდ ეს შტატები და ეს ქალაქები ვერ განაპირობებენ ამერიკაში პოლიტიკურ დღესასრიგს ხო იმიტომ რომ აი შენ სწორად აღნიშნე ირაკლი ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად დასავლურ სამყაროში არის ყველაზე უფრო მეტად კონსერვატიული სახელმწიფო ხო მათ შორის იმის გამო რაც თქვი რომ ეკლესიაში დადიან ჯერ მარტო აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ მორმონები ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ანუ ადამიანები რომლებიც რა ვიცი ანუ მე-19 საუკუნის ცხოვრებით ცხოვრობენ დღემდე და არიან რაღაცა სხვა ეთნიკური ჯგუფები რომლებიც დღემდე და რელიგიური ჯგუფები პირველ რიგში რომლებიც დღემდე რა ვიცი ანუ ელექტროენერგიას არ მოიხმარენ ანუ რაღაცა ესეთი უცნაური მიმდინარეობებიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელზეც სამწუხაროდ ბევრს არსმენია საქართველოში მორმონებს კარგად ვიცნობთ რომ ერთხელ გავიცანი ეს ჩამოსულები იყვნენ საქართველოში ის ადამიანები და უბრალოდ ერთხელ რაღაც ახალი წელს დღეები იყო სხვა შეს მოვიდნენ ხა მე გავუხსენი რომ მე მართლმადიდებლური ქრისტიანი ვარ მაგრამ უბრალოდ ანუ რეული ვარ და ამიტომ ახლა ეს ამბავი ხა ვერ გამოვიდო და უბრალოდ აი დავინტერესდა დავისვი სუპრაზე და ესაუბრე და ძალიან ბევრი რამე გავარკვე მართლა არ ვიცოდი მეც ბევრი ნუ მაშინ ოღონდ დიდი ხნის წინ მოსვამოთ და პატარა ვიყავი საკმაოდ და ისი რა მახსოვს რომ ეს ძალიან კონსერვატიული ხალხი იყო რომ ისეთ რაღაცა ემთხვეს რომ ჩაის არ ვსვამთო და ყავას არ ვსვამთო ის კი არა რომ ალკოჰოლს ეტანებიან და რაღაცა ჩაის და ყავას არ ვსვამთო ოჯახები ისეთი მყარი აქვს რომ ეხა ეს კაცი ეხა ნუ საერთოდ ეხა ყავას და ჩაის უარსვამს გასაგებია რომ ასე ვთქვათ ხალბატონთა მიმართებაში რა დამოკიდებულება იქნებოდა თქო რომ ანუ არ შეიძლება რომ არ შეყვალება არაფერი და ესეც სერიოზული ურთიერთობა ნამდვილად არც არასდროს არანაირი ურთიერთობა არ აქვს ნუ ცოლი ყავთ და მართლა მისი ერთგულები არიან და ნუ მართლა რა ვიცი მშრომელები და ნუ ძალიან მუყაითი და მლოცველი ხალხი და ეხა რელიგიურ და რაღაც ფილოსოფიურ დეტალებში აღარ შევალ ხა მათი მოძღვრების ეხა ეს ნაკლებად ეხა ჩვენ შეელობისთვის არ არის იმენა ცენტრს მაგრამ რატო ამ რო სწორი მაგალითი მოიყვანე ხა რომ დავფიქრდი ბევრი რელიგიური ჯგუფია დომინანტური მე ვიტყოდი თან მანთხო შტატების ამბავი იუტაში მაგალითად ძალიან დომინანტურია ხო მორმონების ჯგუფი რომლებიც არიან ძალიან კონსერვატულები თავიანთი ცხოვრების წესით და სოფხედელობით პოლიტიკურადაც მათ შორის ითარგმნება ეს იმიტომ რომ ანუ აი კი რა თქმა უნდა ეს ოკეანისპირა შტატები ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკული დოლათის დიდ ნაწილსაც ქმნის ეხა აღმოსავლეთის მიმართულებითაც ის ორიგინალში რაც იყო ის 13 შტატი რომელსაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აქ დასავლეთის შტატებიც რა თქმა უნდა თუმცა არ არის ხელწამოსაკრავი ნამდვილად ცენტრალური ამერიკა მიდვესტი რა ვიცი ბევრი ისეთი შტატია მანდ რა ვიცი ანუ თუნდაც ძალიან განვითარებული და მეორე ეკონომიკის მქონე შტატი ტექსასი ხო რომელიც ასევე საკმაოდ კონსერვატიულია იქ აყოლებაზე ოკლაჰომა არკანზასი ძალიან ბევრი ცენტრალური შტატია რომელიც აი ფაქტობრივად 10 წლეულები კი არა შეიძლება ითქვას ბევრ შტატზე რომ საუკუნეებია გასული რომ დემოკრატი კანდიდატისთვის არ მიუციათ ხმა არჩევნებზე ხო და დღის წესრიგს მნიშვნელოვნად განაპირობებს ესეც იმიტომ რომ ესე ცალსახად საქართველოში როგორც აღიქოვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის რა ვიცი ანუ პოლიტიკურ ინსტიტუციებს ეს ნამდვილად არ არის და პირიქით ანუ აი ზუსტად ხო რუსეთი ხო პირიქით რა თქმა უნდა აი ქრისტესგან შორს დგას ქრისტიანობისგან შორს დგას ანუ არის სახელმწიფო რომელიც ეკლესიებს ანგრევს ანუ არტო მაგალითს მოვიყარა თუ შეიძლება ეხლა ნახე რუსულ პროპაგანდას თუ არ ხსე ეხლა არ შემიძლია ეს რო არ მომიყოლა რა ვის ერთმორწმუნეობაზე ვსაუბრობ ამ ხალხის ერთმორწმუნე როგორ ვართ წარმოიდგინეთ არსებობს შავი ტაძარი ესეთი რუსეთში და ასეთი სამწუხაროდ ბევრი ტაძარი მაგრამ ეხლა ერთ კონკრეტულ ტაძარზე ვსაუბრობ სადაც ნუ პუტინი იყო და დიდი სამი და ასე შემდგომ და ეს ამ ტაძარში არიან მილიტარისტულ თემაზე არის ტაძარი გაკეთებული ანუ უბრალოდ ავტომატები არის გამოსახული თითქმის ყველა ფრესკაზე მთავარ ხაზზეც და ასე შემდგომ ანუ და თან ადამიანები რომლებიც წმინდანებად ყავთ გამოყვანილი სინამდვილეში ამ ფრესკებზე ვინც არიან გამოხატულები არიან ადამიანები რომლებიც უბრალოდ ეთნოწმინდებს ახდენენ აუპატიურებდნენ ქალებს 1000 ბორომის დანაშაულებს ჩადიოდნენ მათ შორის საქართველოში და მე კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან პირდაპირ აი 2008 წელს ვინც დანაშაულები ჩაიდინა და ვინც მამაპაპეული ქართული სოფლები ააოხრა ოღონდ მიწისაგან პირის აღღავა მართლა 5 სოფელი რომელიც უბრალოდ აღარ არსებობს და იყო დიდი სოფელი ხო მათ შორის ერთ-ერთი სოფელი ერედველი წარმოშობით ერედვიდან ვარ ჩემი სოფელსაც ასევე ტრაქტორით გადაუარეს და უბრალოდ აღარ დარჩა იქ სოფელი აღარ არის და ანუ წარმოიდგინეთ აი ამ ყველაფერში მონაწილე ჯარისკაცები იყვნენ როგორც
აი წმინდა ვინც შეეწირა ამ საომარ მოქმედებებს, ანუ ტერორისტულ აგრესიას, ისინი ყავდათ წმინდანებად გამოყვანილები და რაღაც წმინდა მისიით ყოფებათ. ანუ ჩვენ ამ ადამიანებს ერთმორწმუნე, ანუ ქართველი ქალების, ქართული კაცების ყოლელებს, არ ვიცი, ხა 1000 გვარ ომის დანაშაულებში ჩართულებს და ქართული სოფლების ამაოხრებლებს და ქართული ტაძრის დამრბევებს წმინდანებად აღიქვამენ. და აბსოლუტურად ახლა კაცთ მოყვარდა ჰუმანური რელიგია რო რა თქმა უნდა რომელიც ახლა წმინდა გიორგის რელიგიაც არის რომელიც არის მებრძოლი ქრისტიანობა მაგრამ ახლა მოძალადეს ყოლელს და ახლა ეთნოწმენდებში ჩართულს ნამდვილად არა სახავს წმინდანად ხო ანუ ეს ხალხი ვერ იქნება ჩვენი ერთმანეთი ფიზიკურად ეს არის უბრალოდ მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან თუ რამე არის პრინციპულ წინააღმდეგობაში არის სწორად რომ ის ცხოვრების წესი და სოფხედობრას ამ ხალხს აქვს ძალიან სწორი თქვი როგორც ხელოვნურ დილემებზე ვსაუბრობთ ის ხალხი ისევე შორს არის ამ რელიგიისგან ამიტომაც არის რომ ბევრი მათგანი რომელიც სწორად საუბრობდი ინცესტშიც არის ჩართული ოჯახების გრევაშიც არის ჩართული ნარკომომხმარებელიც არის უბრალოდ ჭირდება პიარულად მართლა პიარულად რაც ჭირდება რომ აი ამ რაღაც ვითომ მაღალგირებულებს ამოიფაროს აი ეს მინდოდა უბრალოდ კი რა თქმა უნდა იგი და სამწუხარო ის არის რომ კი ანუ ხო ვიცით რეალურად ვინც არიან რუსები და რაღაც მაგრამ ანუ ჩვენი ხელისუფლებაც იგივეს არა უარეს აკეთებს რეალურად ანუ რუსებთან თანამშრომლობით არა მარტო ანუ შეიძლება კი რა თქმა უნდა ეხ დაშვების დონეზე ანუ რა თქმა უნდა ის არის რავი არ არის სწორი და არ უნდა ითანამშრომლო არანაირ კოლაბორაციაში არ უნდა შეხვიდე ოკუპანტთან ხო ცხადია ამის გაკეთებასაც ამასაც ისე აკეთებენ რეალურად რომ კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებენ რა აი ანწუხელიძეზე რაც ისაუბრა წულუკიანმა აი ეს რომ deep state-ის დავალებების შემსრულებელი ყოფილა თურმე ანწუხელიძე პოსტიც მეწერა ამაზე ერთი და აი ძალიან კარგად აღწერს ჩემი აზრით აი ქართული ოცნების რაობას რა ერთ წინადადებაში. ანუ ოცნება არის მართლა რეალურად ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია რომ ანწუხელიძისგან გამოიყვანოს უცხოეთის დავალებების შემსრულებელი და მკვლელი გამოუპატიურებელი და მოძალადი აფრასიძეებისგან შექმნას გმირი. ანუ ტოტალურად ღირებულებების აღრევა მიმდინარეობს რა, ანუ რაც ვაშკაცობა რომ უნდა იყოს წესით ხო ცხადია და სილაჩრეს ეძახიან ვაშკაცობას ხო? მშვიდობას ეძახიან რას? რომ რეალურად ომის მდგომარეობას ხო რომელიც გვაქვს და ასე შემდეგ. ანუ რაც არის რეალურად აი ეს ქართული ნამდვილი ღირებულებები ხო რაც ჩვენ მოგდევს რეალურად რაც ჩვენ გვიყვარს და გვიყვარდა საუკუნეების განმავლობაში ხო თუნდაც ის ვაშკაცობა ის ღირსება რა ვიცი ის პატრიოტიზმი და რა ვიცი ბოლო წამამდე სისხლის ბოლო წუთამდე ბრძოლა ხო სამშობლოს დასაცავად და საკუთარი ოჯახების და რა ვიცი საკუთარი სარწმუნოების დასაცავად ბოლო წამამდე ბრძოლა აი ამ ყველაფერს აუფასურებენ ბოლო წვეთამდე აი სულ ბოლომდე აუფასურებენ ყველაფერს და ეს არის ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი ჩემთვის რომ ოკუპანტი იცი ვინც არის ხო რაც უნდა შენგან და რაზეც არის წამსვლელი და რაც გაუკეთებია და რისი გაკეთების რის გაკეთებაც უნდა შენთვის ეს შენ იცი ისედაც მაგრამ აი მაგას ვამბობ ხოლმე რომ ოკუპანტზე კიდევ უფრო მეტად საზიზღარი არის ანუ შენი ქვეყნის მოქალაქე შენი ქვეყნის ხელისუფალი რომელიც აი ზუსტად ამ კოლაბორაციაში შედის და ერთ-ერთში ასრულებს შენი ამ ოკუპანტის სახელმწიფოსგან მიღებულ დავალებებს აი ხა მე ვადევნებ ხოლმე თვალყურს სოციალურ ქსელში მათ შორის აქტიურობას შენსაც და იქ ქონდა მათ შორის ამდენიმე ესეთ პოსტი რომ მივხვდი რომ ჩართული იყავი ამ რაღაც მათ შორის თავდაცვის ასე ვთქვათ მიმართულებით ერთ-ერთი ჯგუფის მოკლედ საქმიანობაში და ეს რატო ამბობ ამ ყველაფერს რა ანუ ეს ხალხი უბრალოდ ოფიციალურ პოლიტიკად აქცევს კაპიტულაციას ანუ აბა ომი გინდათ არის მათი პოლიტიკა სამწუხაროდ ამაზე ჩვენი მხრიდან არასწორად კეთდებოდა აქცენტი ამაზე ღიად ვსაუბრობ მე იმიტომ რომ წინა საარჩევნო პერიოდში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მე ამაზე ძალიან მკაფიოდ პოზიციონირებდი რომ ჩემი აზრით სულად მიუღებელი იყო და ამას ვამბობდი რომ როცა არსებობს კონკრეტული ნარატივი სადაც ჩვენ შეგვიძლია როგორც ქართველებმა იმიტომ რომ საქართველოა და შეგვიძლია რომ მათ შევჭამოთ ეს ხალხი იმიტომ რომ არ ვიცი ხო მე მართლა მაგიტომ ვარ პოლიტიკაში და მაგიტომ მიყვარს ეს ქვეყანა და რომ რუსთაველზე რომ მე იგივე ვარ ვისაწუთროს არ ამოყრებ კიტრად ბერადვის სიკვდილი მოყრისათვის თამაშად და მიჩანს ხენად და ფერს არ აღკარგდის მგლისასა და ანწუხელიძე და თევდორე მუდელი და ანუ ამაზე ვარ გაზრდილი და ამიტომ არ აქტორი ხა რომ ცოდნოდა რომ კაპიტულანტების და სულგაყიდულების და შიშრების და ლაჩრების ქვეყანაა და აუ ოღონდ ჩვენ ხა არ გვაჩხუბო ძმაო და რაც გინდა ის გიქნიათ ანუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ ჩავერთვებოდი ამ პროცესში ხა კაცო რატო ხო და აი ამ ყველაფერს დიახაც რუსეთს ძალიან კარგად ესმოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული კოდი ღირსება სპეცსამსახურები ოხრანკაიდან დაწყებული თუ მანამდეც ვინც იყო ყველა მუშაობდა ძალიან კარგად ეხლა რაც აქვს რუსეთს ეგ აქვს რომ სპეცსამსახურები მუშაობენ კარგად და თავიდან ვიცოდნენ რომ საქართველოში ისეთი პოლიტიკური
კულტურულ ბოლო დომინანტი ქვეყანა იყო ერთ-ერთი რეგიონის. ხო, ეხლა ეს შემთხვევით არ ხდება და ეს აფრიკულ კულტურაში შემთხვევით. კარგად იცოდნენ ამ ქვეყანას და ვერ დაალაგდებოდნენ. ამიტომაც დაიწყეს რა, ანუ ჯერ ესეთი დაყვეს კავკასია მოთანამშრომლე და არამოთანამშრომლებად, ამ ერებს შორის მთავარი აქცენტი გაკეთეს საქართველოზე და საქართველოს ბოლომდე აი თანამედროვე ეს პრიმიტიული ტერმინი როგორ ჩააჭირეს მართლა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეთნიკური კონფლიქტები აუფეთქეს, დააპირისპირეს, გათიშეს და ეხლა რა ცდილობენ, რომ უბრალოდ საქართველოში გახადოთ დომინანტური კაპიტულანტური პოლიტიკა და 2008 წელს და იმ პერიოდში რა ხდებოდა, უბრალოდ სახელმწიფო წინააღმდეგობას უწევდა მტერს, სუვერენიტეტი კი და რა და ყველაზე მარტივ მაგალითს მოვიყვან. აი ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, სულ უყურებდი ხოლმე არხ საქართველოს, სადაც იყო რაღაც ჰეროიკული, ხო, ვიცი, ხო, აი რომ ადამიანს თვალყურს მან დარწმუნებულ რომ შენს გიყვარებდა, ან იყო ჰეროიკული ფილმები, არა მხოლოდ ქართული, უცხოური, მათ შორის ძალიან ბევრი, ან იყო აი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან საინტერესო სიუჟეტები, მეორე მსოფლიო ომზე, პირველ მსოფლიო ომზე, თანამედროვე აქტუალურ საკითხებზე, იარაღებზე. ანუ თუ ქვეყანაში ხა სამხედრო ძალა არ არის და ანუ ეს იგივე რაღაცა არის, რომ აი კონკრეტული ხა რაღაც გუნდი რო ავიღოთ რა, რომელიმე კლუბი რო რაღაც მიმართულებით ხა რაღაც ფიზიკურად არ ემზადებოდეს, ეგეთივე რაღაცაა რა, იმიტომ რომ შეუძლებელი ხა ქვეყანა იმისთვის ხარ, რომ თავი დაიცვას, საზღვრები გაქვს და სუვერენიტეტის თავი გარანტი ძლიერი ჯარია ყოველთვის. უპირველესი ამოცანა შენი არის, რომ დაიცვა და პირად ცხოვრებაში როგორც არის, ეგრე არის ერების ცხოვრებაში, ხა თურქეთს და აზერბაიჯანს რატომ არის ხომ რომ რუსეთი ესეთი ასე უსუსური არის ხომ აზერბაიჯანთან, იმიტომ რომ არ თურქეთია მის მოკავშირე და პირდაპირ ამობს ეს ქვეყნები, რომ ჩვენ ვართ ორი ქვეყანა და ორი ქვეყანა, მაგრამ ერთი ხალხი და მარტივი ამბავია ხა თურქეთის სამხედრო პოტენციალთან და აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალთან უბრალოდ ვერ ბედავს პუტინი ესე ბოლომდე გალაშქრებას ხომ და ამიტომ რაღაცას აკეთებს, იქ თვითმფრინავს ჩამოაგდებს, ასე შემდეგ, მაგრამ სადღაც ყოველთვის ჩერდება. ძალიან კაფეოა ხოლმე, ხო? ეს ყველაფერი და ამის გამოხატველი დიახაც ეს არის, რომ ჩვენ თუ არ ვიყრდნებით ძლიერები, დიახ, ჩვენ გვჭირდება, უბრალოდ სულისკვეთება თუ არ იქნება ქვეყანაში ეროვნულად, თუ სულისკვეთება მართლა ის იქნება, რომ აბაომი გინდა, არავინ არ წავა იმ ჯარში. რა თქმა უნდა, მე მახსოვს კარგად, აი ეგ პერიოდი კი პატარა ვიყავი, 2008 წელს 12 წელს ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად და ცხადად მახსოვს რეალურად რა ხდებოდა და ომამდეც და ომის შემდეგაც მახსოვს, რომ აი ეს რაღაცა პროპაგანდა მიდიოდა სახელმწიფოს მხრიდან, რაღაც მილიტარისტული, რომ აი ჩვენი ჯარი უნდა გაძლიერდეს, სახელმწიფო სუვერენიტეტის თავარი გარანტი უნდა იყოს ჩვენი ჯარი, რაც სწორია, ანუ ნებისმიერ სახელმწიფოში ეგრეა, იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობები ეგრე არის მოწყობილი. რეალურად, ანუ კი მესმის, ანუ შეიძლება რაღაც ლიბერალური თეორიის მომხრეებმა საერთაშორისო ურთიერთობების თქვან, რომ აი ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთმანეთთან ვაჭრობამ და სხვადასხვა აი ამ ტიპის კოოპერაციამ სახელმწიფოებს შორის აი საერთაშორისო ურთიერთობების ანარქია, ასე ვთქვათ, შეარბილა რაღაც დონეზე, მაგრამ შესაძლოა ეს სიმართლე იყოს და ალბათ არის კიდევაც დიდწილად სიმართლე, მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ აი რასაც ამობენ რეალისტები, ხო? საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას გულისხმობ, ანუ ამბობენ, რომ ანუ ძალა ხო, ანუ რა არის თავარი წარმართველი ძალა ხო, ძალთა ბალანსი იმის საერთაშორისო პოლიტიკის ხო, არის ძალთა ბალანსი, ძალა ხო, სახელმწიფოების ინტერესები, სახელმწიფოების სუვერენიტეტი და იმას თუ რას აკეთებენ ამ სუვერენიტეტის და ინტერესების დასაცავად ხო, სახელმწიფოები. ჯარი რეალურად ჯარი უნდა იყოს თავ სუვერენიტეტის, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტის თავარი გარანტი და წინა ხელისუფლების პირობებში ნამდვილად ხდებოდა. აი ერთი მარტივი მაგალითიც რო ვთქვათ, მახსოვს რომ აი ყველაფერს რო თავი დავნებოთ, იქნებოდა რაღაც პატრიოტული ტიპის სიმღერებიც მახსოვს, რომ აი აფხაზეთო ჩემო იყო რაღაც აი მუდამ ფსოუსყალი იყო თუ რა იყო, სულ იყო რომ კი რა თქმა უნდა, სულ დომინირებდა ეს თემა და აი რაღაცნაირად ანუ საზოგადოებაში აჩენდა იმას ხო, იმ ფიქრს, რომ აი ჩვენ ერთ დღეს აუცილებლად დავიბრუნებთ რა მაგას და რა მოხდა იმის მე, რაც წინა ხელისუფლება წავიდა და ნუ არჩევნების შემდგომ უცბად შეიცვალა ხელისუფლება. მსგავსი ტიპის არც ერთი რაღაც არც სიმღერა, არც კლიპი არაფერი ხო არ გადაღებულა და რა ვიცი, კიდე დამატებითი არგუმენტიც რო ვთქვათ, რომ აი რაც იყო ეს რეინტეგრაციის სამინისტრო მახსოვს 2013 წელი იყო 14 თავს ვერ დავდებ, მაგრამ პირველი წლები იყო ქოცევის მმართველობის, ანუ სამინისტროს რომელიცაც ერქვა რეინტეგრაციის სამინისტრო და რეინტეგრაცია არის სრულიად სხვა ტერმინი, ამას გადაარქვეს სახელი და შერიგების სამინისტრო დაარქვეს. ანუ კიდე ერთი მაგალითი ხო? ანუ საქართველოს ყავდა წინა ხელისუფლების პირობებში შეიარაღებული ძალები. და 2016 წელს თუ 17 წელს გადაარქვეს ამასაც სახელი და უწოდეს თავდაცვის ძალები, ხო? აი თითქოს პატარა ტერმინებია, მაგრამ რეალურად ტერმინები ბევრ რაღაცაზე
კი, ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, ხო? და იმ პროპაგანდისტულ ნარატივებსაც კარგად შიფრავს, რაც არის რეალურად. შერიგებაზე მარტივად გეტყვი, რა ხდება აქ. ნახე, ეს არის თავარი რუსული და პრორუსული მესიჯ ბოქსი, იმიტომ რომ ამას სხვადასხვა მოდი პირდაპირ ვიტყოდა, მე არ მერიდება და არც მერიდებოდა არასოდეს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს ხოცური პროპაგანდა რო თვითონ ამაზე გვერიდება. იყვნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც პრორუსულად იყვნენ განწყობილი დასავლეთში, რომლებიც მათ შორის განაპირობეს ნაცრისფერი ზონის ქვეყნებში რუსული გავლენის გაძლიერება და თუნდაც უკრაინაში ტერორისტული აგრესიის დაწყების რაღაც დონეზე ტვირთი მათაც არის, იმიტომ რომ ისინი არიყვნენ პროაქტიული და გადამჭრელი ქმედებების მომხრეები და რუსეთს ვითომ ასე ვთქვათ ათვინიერებდნენ, სინამდვილეში ასშვებდნენ, უძლიერებდნენ მადას, ეხლა რასია საქმე. ანუ შერიგება ჩვენ როგორ შეიძლება გვჭირდებოდეს, ანუ ქვეყნა დაკარგა ტერიტორიები. ქვეყნა 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომლებიც იყვნენ უმრავლესობაში ეთნიკური კუთხითაც კონკრეტულ რეგიონებში. იზოლებით გამოგდეს საკუთარი სახლებიდან. ქართველი მოქალაქეების თავებით ითამაშეს ფეხბურთი. ფეხსაცმელში აწყობდნენ გარდაცვლილი ადამიანების მოკვეთილ სხეულის ნაწილებს და მათი ოჯახის წევრებისთვის მიქონდათ, ხო? ოჯახები არის გაუბედურებული და მართლა სისხლია დანთხეული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, უძველესი ეკლესიები განადგურებული და ამ ყველაფრის მერე ჩვენი მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეთნოსპენდის შედეგების ასე ვთქვათ აღმოფხრა, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება იქ, სადაც მათ ეკუთვნით, რომ ცხოვრობდნენ და მათ შორის რა თქმა უნდა ესე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ კონკრეტულად სამართლებრივად ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა, ხო, რაც მოხდა, ხო, საერთაშორისო სამართლის კუთხითაც ბევრი ჰააგაში გავიმარჯვეთ, სტრასბურგში ამას, მაგრამ ნუ კიდევ ეს სხვა საკითხები. და ამ დროს თურმე ჩვენ ეს კი არ ყოფილა პრობლემა და მიზანი, თურმე უნდა შევრიგდეთ. და თან იქით ამ ხარე მე პირდაპირ გეტყვით, კაცო, სეპარატისტები, რომლებიც საერთოდ არავინ არაფერს არ კითხავთ. მაგრამ თუ ვინმესთან შესაძლებელია ის მიგვებძოდა, თან ესეც არის სიმხალხო მართლა რუსულ საუკეთესო პროპაგანდისტულ სტილში დღემდე ამტკიცებენ ჯიუტად, რომ თურმე ვებძოდით აფხაზებს და ოსებს. კი, აი ზუსტად. და საერთოდ იქ ვებძოდით პირდაპირ რუსებს და ვებძოდით მათ მიერ დაქირავებულ უბრალოდ სამხედრო კრიმინალურ ელემენტებს, კონფედერატებს და სეპარატისტებს. ანუ რუსებს ვებძოდით, უბრალოდ რუსები როგორც ეხა იგივე ყირიმის ოპერაცია, მე სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დროს დაჭირდათ ეს მთლიანად რუსული რეგულარული არმიები და ეხაც მაინც ჭლილტყოელებს და სხვებს მიერეკებიან, თორე აფხაზეთში პირდაპირ უბრალოდ იყო პროქსიომი ძირითადად მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ეხა იგივე ლიტუშიემში ეს რა ქვია გასულ ფრინავი ღამურები ხო თუ რაღაცა ის სახელმწიფო ხო ანუ ეს ქვედანაყოფებიც იღებდნენ მოწესრიგება კონკრეტულად არის იდენტიფიცირებული თუ ვინ იღებდა მონაწილეობას და რომელი ქვედანაყოფი მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხალხი რას ამტკიცებს რომ თურმე ჩვენ იმ ხალხს საერთოდ გვერდიგვერდ ცხოვრობდით კი არა ქართულ ოსური ოჯახები კავკასიის მასშტაბით ყველაზე მეტი შერეული ეთნიკური ოჯახი იყო ქართულ ოსური ოჯახი ბრაუსებს ვებძოდით და აფხაზებს ვებძოდით რუსებს ვებძოდით აი ეგ მაგიჟებს ხოლმე დაიქირავეს და ეს ხალხი ანუ რუსულ თეორიას ავრცელებენ ამითაც რომ ჩვენ უნდა შევრიგდეთ თურმე ბოდიში მოუხადოთ და ვაჟკაცობა უნდა ქონდეს და მე უნდა მოუხადო ბოდიში მე რო გამომაგდეს და მე ჩემი ოჯახი რო გაანადგურეს და ჩემს სახლს რო გადაუარეს იმით რა ტრაქტორით მე უნდა მოუხადო ბოდიში და მე რო ნახოთ და ის კაცი მე თან გამოდის და შეურაცხყოფას გაყენებს. აი ეხა სწორად იქცევი და ესე უნდა გააგრძელო. დაქცინის. აი ეს არის ამორალური და ერთ ფეხზე დგომა კი არა, ერთ ფეხზე მაინც იდგეთ, თქვენ უბედურებო, მართლა ერთ ფეხზე რო იდგეთ, კიდე ხო. საჩოქო არის ეგ მტერთან. ყველაზე მეტად რაც მაგიჟებს და მაცობებს ხოლმე მაგ მიმართულებაში, აი საუკეთესო რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს მართლა ერთ-ერთში იმეორებენ ხოლმე და აი აფხაზეთის ომთან მიმართებაში ამბობენ იმას, რომ ჩვენ ხო დავაშავეთ რა რაღაცეები რა და ცდილობენ რომ რაღაც გაათანასწორონ რაღაცა აი აფხაზების და ქართველების ომის დანაშაულები რომელსაც ნუ ომის დანაშაული ჩვენი მხრიდან რამდენად იყო ეგ ცოტა ისეთ საკამათო თემაა მაგაზე ერთადერთი სწორი პასუხი ის არის რომ ანუ ამის გათანასწორება არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან კი შეიძლება იყო რაღაც ცალკეული შემთხვევები რაღაც ყაჩაღობის რაღაცა იქ გაძარცვის რაღაცა 1-2 შემთხვევა ხო ანუ სიტყვაზე ხა კი ანუ დოკუმენტირებულიც შეიძლება იყოს და ეგეთ შემთხვევები იყო რამდენიმე მაგრამ მეორე მხრიდან რა იყო ეგ ამის შედარება ამასთან არანაირად არ შეიძლება იმიტომ რომ მეორე მხრიდან იყო აფხაზების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სრულმასშტაბიანი ეთნიკური წმენდა და როცა ამბობ რომ კი ჩვენც ხო რაღაცა დავაშავეთ ანუ შეიძლება დავაშავეთ ცალკეულმა ადამიანებმა დააშავეს იმიტომ რომ ომია და ხდება ეგ ყველა ომში ხდება ეგეთი რაღაცა მაგრამ ანუ ცალკეული გადაცდომების შედარება რაღაც სისტემურ ძალადობასთან და სისტემურ ეთნიკურ წმენდასთან ანუ
არის ყველაზე მეტად ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, არ შეიძლება ამ პოზიციის დაფიქსირება. ანუ მიზანი მათი იყო ის, რომ საქართველოს ქართველების გარეშე რუსების მიზანია რო არის. მაშინ იყო კონკრეტულად რო თქვა სამაჩაბლო და აფხაზეთი ქართველების გარეშე და უბრალოდ ეს ქართველები უნდა ამოიხოცათ ან ანუ ყველაზე ასე ვთქვათ სუბუქ შემთხვევაში უნდა გაქცეულიყვნენ და მოიხერხებინათ გაქცევა და გაქცეულებსაც ესრულნენ რაკეტებს და არ ვიცი აგდებდნენ თვითმფრინავებს ვახშობს და ასე შემდგომ. და ანუ ჩვენი მხრიდან ეგ მიმდინარეობდა რა თქმა უნდა თავდაცვა და ტერიტორიის შენარჩუნებისთვის სამხედრო ოპერაცია რა დროსაც იმის გამო რომ მათ შორის ინსტიტუციურად რა თქმა უნდა ხა სრული ქაოსი იყო მაშინ გასაგებია რატომაც იმიტომ რომ ჯერ ესეთი სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს მანამდე ნუ ჯარის ფორმირებაც ვერ მოიხერხდებოდა 1000 რამე იყო ამ დროს რა თქმა უნდა ხა ცალკეულ ადამიანებს შეეძლო ჩაიდინათ განაჩაული ესეთ რამე ყველგან ხდება ამიტომაც არის ხომ რომ ეს რუსული პროპაგანდა მარტივად გეუბნებთ აი რუსული პროპაგანდა როგორც ამოს აი რა გინდა ჩვენ უკრაინაში ვაკეთებთ იმას ამერიკელები აკეთებდნენ სადღაც ეგ შემთხვევაში რა ხდებოდა ამერიკელები მე თავის მათ შორის ჯარისკაცებს აი ეგ არის რა განსხვავება დასავლურ სტანდარტებს და თუნდაც რუსულ სტანდარტებს შორის რომ დასავლეთში თუნდაც ასეთ ადამიანებს ასამართლებენ იჭერენ აი ვინ გინახავთ რომელი რუსი ეთნოწმენდის ჩამდენი ყოფილა გასამართლებელად დაჟილი ხო არა ერთადერთი კორუფციას ახლა ფული თუ მოუტეხე პუტინს ისეთი რამდენიც არ გეპატიებოდა ისიც ანუ რაღაც ნაწილი უნდა მოტეხო მაგრამ თუ ზედმეტი მოტეხე როგორც ხოცებთან არის მაშინ ნიშებიან ხოლმე ადამიანები აქაც გედედეზეც ახლა რა რაღაცა და ვინმე დაესაჯეს აიდენტიფიცირებელი ნიშნებსაც არ უკეთებენ უკვე იმ ვინც მართლა ვინმე ცემა და ვინც მართლა სადარბაზოსთან დაგვხვდა და ვინც მართლა ჟურნალისტები და მოხალხეები და სტუდენტები აწამა შუა რუსთაველის გამზირზე პირდაპირ ეთერში თან ეს ხალხი ვინმე დაკითხულიც არ არის არც ერთი იდენტიფიცირებულს არის დაკითხულიც არ არის კი ბატონო ეს მე ხოლმე სულ ამას ვიხსენებ ხოლმე რა ეს ხოცები ხო იყვნენ ხოლმე რომ წერდნენ რა ჩემ გარშემო ხომ მყავს შემურჩენილი რა თქმა უნდა სოციალურ ქსელში ხო ეს ხოცურად ასე ვთქვათ განწყობილი ადამიანები რომლებიც ნუ ამასაც ერიდებიან რომ თქო მე ხოცი არ ვარ მაგრამ და ეს ხალხი ესე წერდა რომ აი მე აუცილებლად მოვითხოვ და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს და გეგონებოდა მე რამეს იზამდნენ ან პოსტი მაინც დაეწერათ ეხლა მაგის მე რო არ მოხდა ხო ეს ხალხი ამას რო იხადნებოდა რომ აი მე და ვითომ ჰუმანურად რო პოზიციონირებდნენ იმიტომ რომ აშკარად ეხლა მათ თვალწინ ხდებოდა წამება და არანუ მოყრობა და ძალიან სამართლიანი ბულინგს რო ეძახიან სიემდულეში ხა როცა ადამიანი ამორალურ რაღაცას ჩადის და ამართლებს შენივე მოქალაქის წამებას იმ ეტყვი რა თქმა უნდა რომ ეს არის შენთვის წითელი ხაზი ხა არ ვიცი მეტი რა უნდა ხდეს იმ კაცმა რომ თქვა რომ გამოფხიზდიო და ამაზე რეაგირება ქონდათ ეს რომ ვითომ თავი დაიცვის რომ აიო ეხლა ჩვენ ამას მაგრამ მოითხოვ ეს ან ოდესმე დაუსვამთ ეს საკითხი ან ხოცი თქვა მეგობარი რო ყავთ თანამდებობის პირი ან არ ვიცი ეხლა სალომონ სტრუქტურაში კითხვა არ გაუჩნდა და არ გაუმეორეს ეს კითხვა ანუ ეს ხო არ ადარდებთ ეს რო არ ადარდებთ ეს ხო ცალკე პრობლემა გახავთ რომ წარმოგიდგენთ ჩემ ქვეყანაში შენ უბრალოდ აი თავდაცვურ სოციალური კუთხით თავდაცვის უნარს ავლენ რომ აი ხა მე არ მინდა რომ ხა ჩემი სოციალური იმიჯი ესე დაზიანდეს რომ აღიხვან რომ ხა აი ამ ყველაფერს ხარს უჭერ რაღაც მეყცეულად მოკლევადიან პერსპექტივაში რაღაც განცხადებას თუ პოსტს თორისდებ და მე ეს ყველაფერი ისე გავიწყდება რომ მე პირიქით ამ ყველაფერს ეგრეთ წოდებული გამპრავებელი ხდები პირველი და თავგადაკლული ხო აი ეს არის სამწუხაროდ ის კი ბევრი მინახავს ჩემ გარშემოც ბევრი ყოფილა სამწუხაროდ ეგეთი კი და ამიტომ რომ ესე ძალიან პრობლემური გახლო და ჩვენ როცა ვსაუბრობთ ახლა მართლა ახალი ხელისუფლების პირობებში რაც უნდა მოხდეს ჯერ უნდა მოხდეს ან რეფორმები ჩვენ გვაქვს ინსტიტუციური კუთხით ძალიან კარგი გზამკვლევები რა იმიტომ რომ ახლა არსებობს 9 პუნქტი ეს ევროპელები და დასავლელები რასაც საუბრობენ ახლა მარტივია ხო შენც ახლა ამას ახსნი ძალიან კარგად რომ რა არის უბრალოდ ტექნიკურად რომ იმისთვის რომ რაღაც ინსტიტუციურად სწორად მუშაობდეს სასამართლო სისტემა საარჩევნო სისტემა რაღაცა უბრალოდ ელემენტარული წესებია და ელემენტარული პრინციპები რაც უნდა დაიცვა არც ქართულობა ანუ ის რაც თქვა საქართველოში რაღაც პორტუგალიაში და ესპანეთში ერთნაირად იმუშავებს იქ ძალიან ბევრი ქვესაკითხია სადაც კაცო იქ უკრაინაში სხვანაირად იმუშავებს პორტუგალიაში სხვაგან თითოეული დემოკრატია არის ძალიან სპეციფიური გამომდინარე სოციალური ეთნიკური თუ დემოგრაფიული თუ ბევრი სხვა გარემოებიდან რაც არსებობს ყოველ ქვეყნებში ხო რელიგიური და ასე ამიტომაც ხა ჩვენ რასაც გთხოვენ ნაღდად არ არის კავშირში არ ჩვენ რელიგიურ გზნობებს არაფერთან საერთოდ ჩვენივე საუკეთესო ინტერესებშია მაგის უნდათ რომ არა მაგალითად უმცირესობები არ იყვნენ შელახული უფლებების მქონე და შეეძლოთ რაღაც არსებობას სამართლებრივ დონეზე რაღაც ტიპის მოითხოვენ იმას რომ მაგალითად არ ვიცი ხა სასამართლო სისტემაში რაღაც კლანები არ იყოს საარჩევნო სისტემაში რაღაც მარტო ქოცები არ აკომპლექტებდნენ ყველაფერს უმაღლეს საოლქო თუ ნებისმიერ ტიპის დონეზე ანუ ამ რაღაცებს ითხოვს ეს ხალხი და არავინ არ გთხოვს ანუ მან ფუნდამენტური პრინციპი ის არის რომ ნუ ივანიშვილი და დემოკრატია გამორიცხულია და გამორიცხული იყო პირველივე დღიდან რა ხო ოლიგარქი რო ახლა ხო ოლიგარქი და ანუ ადამიანი რომლის თავარი მიზანი ის არის რომ ხელისუფლება არასდროს არ დაკარგოს ხლა ბუნებრივია რომ ის რა ხო რა თქმა უნდა ამიტომაც მე ანუ ეს არის განსხვავება და ჩვენ დანარჩენი იდეოლოგიური კუთხით უნდა ვისაუბროთ და იდეოლოგიაზე და სუვერენიტეტზე რომ ვსაუბრობთ სხვადასხვა შე კარგი მაგალითი მოიყვანა ეს ჩახალიანის და მიხეილ სააკაშვილის ეს შელაპარაკება რა მე იმიტომ არა რომ ამ პარტიის რომ მართლა მე პირადად როგორც ბავშვს
ჩემი სიმპათია პირდაპირ იყო როგორ გამიშთა ამ პარტიის მიმართ. ანტიიმპერიალისტური განწყობი სულ ვიყავი ბავშვობიდან გამომდინარე რომ მამა ჩემი წერილ მოძრაობის წევრი იყო აქტიური და ჩემი დიდი ბაბუაც იყო ჩართული ამ და ბაბუაც ანუ მოკლედ ყველა თაობა პავლენიშვილების ბოლო რაც გვახსოვს 100 წლის მანძილზე იყო ჩართული ამ ამბებში და ეხლა მეც ფიზიკურად ალბათ შეუძლებელი იყო რომ ამ გარემოში არ გავზრდილიყავი, მაგრამ რატო ვიძახი ამ ყველაფერს რომ ამის გამო პოლიტიკურად ჩემი მთავარი საფუძველი რაღაც ვიღაცის სიზღი კი არ იყო, აი ეს მიყვარს ეს არ მიყვარს, ეხლა როგორ შეიძლება უფრო იყოს ხო ბუნებრივი რომ ამდენი წელი ხარ და რაღაც მართლა შეიძლება რაღაც კონკრეტული ერთი დანაშაულის ან კამპანიების გამო ვიღაცები არ მოხსნეს. მე ერთ-ერთი მარტივ რაღაც ხონდა მაშინ როგორც ბავშვი, აი რუსები როგორც იმპერიალისტები და ჩემი ქვეყნის როგორც პოლიტიკური მტრები მონღოლის მოხდა ხა არა ეთნიკურ ყველას და ყველაფერს არამედ უბრალოდ აი რუსეთს როგორც პოლიტიკურ ორგანიზმს და სამხედრო ორგანიზმს ერთადერთი ეს ქონდა და ჟირინოვსკისთან დებატები ხა ამომიგდოს ხოთაშორის და ამიტომაც ვიზახი. ანუ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებში მე რა პოლიტიკოსის გამო ვითხოვ პოლიტიკოსობას რა ეხა პირდაპირ რომ ჩვენ რო ვიძახით ხოლმე რომ აი რატო ყაველაშვილ კაცო არ ქონდეს დამთავრებული რაღაც მაგალითად და თუ ქონდეს დამთავრებული თუნდაც მანდაც გამოყვებით ოღონდ არ უნდა გამოყვეთ იმიტომ რომ საქართველოში პოლიტიკური და კულტურული დონე ყოველთვის ერთი მაღალია რომ უფრო მაღალი სტანდარტები უნდა ქონდეს მაგრამ ნუ კაი თქვათ გამოყევით მაგრამ ეს ადამიანები რო ავლენდნენ ან პატრიოტიზმს რეალურს, ოღონდ არა სადღეგრძელო პატრიოტიზმს მართლა რომ ჩვენ მაგრები ვართ და რაღაც კი არა, აი მართლა პატრიოტიზმს რო ავლენენ და მართლა სიღრმისეულ ცოდნას რო ავლენენ ამ ქვეყნის ისტორიის, ამ ქვეყნის ეროვნული საჭიროებების და ინტერესების და მომავალში ჩვენი გეგმების და თუნდაც საქართველოს მტრებთან დაკავშირებით კამათის დროს იყენებდნენ ამას, იმიტომ რომ საქართველოს მტერი დიახ ხა მიხეილ სააკაშვილის მახსენდება რომ ჟირინოვსკის ჩახალიანს და განმუხურში რუს სამხედროს მისდევს და იქ ქართულ ინტერესს, აი საქართველოს იცავს და ეს ხალხი არასოდეს არ იცავს საქართველოს, ეს ხალხი იცავს რუსულ გავლენას და რუსულ ინტერესს სინამდვილეში საქართველოში ქართველებისგან, ოღონდ აი ამ რიხით თვითონ. იმიტომ რომ სინამდვილეში რასაც აწვევიან რომ აი ჩვენ შერიგება გვინდა კაცო ჩვენ ბოდიში ვიხდით ვაცადეთ აი ანწუხელიძე პიარ შეეწე ეს ყველაფერი არის რუსეთი. რუსეთი აი ეს ხალხი მართლა სამხედრო ჩექვა კი არ არის რუსეთი პირველ რიგში არის შენი მენტალობა შენ თუ მენტალურად ეგ ტიპი ხარ რომ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლები პიარ შეწირულები გონია თუ შენ მართლა გონია რომ ქვეყანას იმისთვის რომ ტერიტორიების ისტორიული ძირძველი გამოგვტაცეს და სისხლი დაყვარეს ქართული მაგის გამო თუნდაც ბოდიში გვაქვს მოსახდები აი ეგ არის რუსობა მაგაზე მეტი რუსობა არ არსებობს ახლა საქართველოში თორე ეთნიკურად კი ბატონო ქართველი ხარ და სადღერძელოზე რო დაждები შეიძლება არ ვიცი ჩაკრულოც იმღერო მაგრამ მე ხო არ არის ქართველობა ეგ მართლა ის დემოგრაფიული ქართველობა თუ რავი ეთნოგრაფიული უბრალოდ დემოგრაფიული ეთნოგრაფიული ქართველობა რაღაცა რაც მხოლოდ აი მართლა ეს სამუზეუმო ექსპონატად ქცევა უნდათ ქართველობის რუსებს ხო და ამას სამწუხაროდ ახლა დღესაც ამიტომაც არის ეს კომიკური პერსონაჟები რო არიან აი რუსულ ნარატივში ჯდებიან რომ აი ჯიგარი ქართველები და რაღაც ქართულ ჯიგრულ ხო რომელიც საბოლოო ჯამში საერთოდ აი თუ რამე არ არის ეს იყო ის ქართველები რომელსაც ჩვენ თუნდაც სმენია აი დასავლელი მისიონერები ბოლო-ბოლო რო ჩამოდენ რო წერდნენ აი მათი ქართველები ქართველი ისტორიკოსების ქართველები იყო მებრძოლი შრომელი და ხან რომ მართლა თქვათ რამე საყოფაცხოვრებო არ ვიცი თუნდაც ბარი თოხი ეჭირათ ხელში და ხან ხმალი რო ეჭირათ ხელში მართლა ესეთი ადამიანები იყვნენ და ეს ადამიანები არიან მართლა არ ვიცი ხა რა ვიცი ხო ხდებით ანუ საერთოდ არანაირი კავშირი არც შრომასთან არც პატრიოტიზმასთან არც ბრძოლასთან ხო საერთოდ მით უმეტეს არ გააჩნია. კი, სამწუხაროდ დაიწყენად საუბრობდით მაგ თემაზე. რუსები რაშიც კარგები არიან, რეალურად არის ხო ეგ არის რა, პროპაგანდა, ჰიბრიდული ომი და კარგად შეისწავლიან ხოლმე ერის ფსიქოტიპებს რა, რაღაც სოციალურ ფსიქოტიპს და იციან როგორია ერი და რა უნდა გააკეთონ, რომ აი ეს თვისებები მათ შორის რაღაც მშრომელი, მებრძოლი რაღაცა რო ჩაკლან რა, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიის განმავლობაში რამდენი მტერი ყოლია, ხო? რავი, არაბები იყვნენ, მონღოლები იყვნენ, რავი, ოსმალები იყვნენ, სპარსელები, რა, ძალიან ბევრი ხო, რეალურად. მაგრამ ყველა ამ პერიოდში ჩვენ ვახერხებდით მაგათ ანუ საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. რუსები მოგვიდნენ სხვანაირად რა, ძალიან აი თავიდანვე მე-19 საუკუნეში ჯერ არ არსებობდა მაშინ ეგ ტერმინი ჰიბრიდული ომი და ჰიბრიდული ომის სტრატეგია და მეთოდიკა და ამ შემდეგ, მაგრამ რეალურად რაც გააკეთეს, იგივე გააკეთეს რა. დაინახეს, ქართველები არიან მებრძოლები რა, ბოლომდე არიხევს სისხლის ბოლო წვეთამდე არიხევენ უკან. არიან მშრომელები, შეუძლია შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტებიც, რავი, საკუთარი პირადი ცხოვრებაც ყველაფერი ძალიან კარგად და აი ამის ამოშანთვაზე იმუშავეს 2 საუკუნეზე მეტი. რეალურად და აი ზუსტად მაგიტო ხდება ეხლა რა ერთ-ერთი ხო იმეორებენ კოცები ხო რუსულნა ნუ აი რუსულ პროპაგანდას რომ რასაც იმეორებენ ერთ-ერთი არის ეგ რომ ჩვენ მებრძოლები არ ყოფილვართ არასდროს და არც უნდა ვიბრძოლოთ
იმიტომ რომ ბლა რაღაც რუსეთი დიდია, რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, ეს კულტივირებული მითები რა, რაღაც რუსული ტყუილები, ხო და უკრაინაში კი დავინახეთ რეალურად რუსეთი რასაც წარმოადგენს სამხედრო ძალის თვალსაზრისით და ამ შემდეგ და აი ეგ უნდა ზუსტად რა, რომ საქართველოს იყოს სახელმწიფო, ანუ ფაქტობრივად სახელმწიფოც არ უნდათ რომ იყოს საქართველოს უნდათ რუსებს რომ და კოცებსაც რომ იყოს უბრალოდ რაღაც ერთ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ადამიანების რაღაც ბიოლოგიური მასის ერთობლიობა, რომელსაც არც რაღაცა ის პატრიოტული სულისკვეთება ექნება და არც ექნება პრეტენზია რომ იყოს წარმატებული. აი ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი ხა წინა ხელისუფლების პირობებში მაგალითად შედარებას რო ვაკეთებთ ხო აი არ იყო წინ წამოწეული ეს თემები რომ აი სადღეგრძელო ისა ეს რაღაც ქართულ ჯიგრულ პონჩი აი ყველაფერი რის კულტივირებასაც რუსული იმპერია მე საბჭოთა კავშირი და ეხა ფედერაციის სახით ცდილობს რა რუსეთი ანუ წინა ხელისუფლების თავარი პლუსი ის იყო რომ აი დათვლად კატეგორიებში ცდილობდნენ რომ რაღაც წარმატებას მიეღწიათ ხო აი რავი ანუ 5 წელი ზედიზე ნომერ პირველი რეფორმატული სახელმწიფოს სტატუსი ქონდა ხო 2006-დან 2011 წლამდე ხო ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს ანუ ამათ უნდათ რომ აი კოცებს და რუსებს უნდათ რომ საქართველოს იყოს აი რავი ელარჯის მწელავი ადამიანი ხო რომელიც ჩამოვა ოკუპანტს ელარჯსაც გაუწელავს მადლობასაც გადაუხდის და რაც ეგეთი აი სახელმწიფოებრივი და გრძელვადიანი პროექტები იყო მაგიტომაც ჩაკლეს ანუ ლაზიკის სპორტს ახლა ივანიშვილი ხო არასოდეს არ განავითარებს არაწყობს არც დასავლეთის შემოსვლა რა უნდა ამერიკელებს ხელშეშიო და არც ეგაწყობს არც ისაწყობს რომ უბრალოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს რომელიც რუსების პირდაპირ წინააღმდეგობაში იმყოფება გეოპოლიტიკურ ინტერესებთან მათ შორის მას არ სურს მაგალითად ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ასეთი პროექტები იმიტომ რომ საგანმანათლებლო ჰაბადაც არ უნდა ქვეყანა იქცეს არ სურს არც როიალ კარიბიანი რომ ამერიკელი ტურისტები შემოვიდნენ და მსხვილ ასე ვთქვათ უფრო მსხვილი მყიდველუნარიანი დასავლელი ტურისტები შემოვიდნენ და არა რაღაც ვთქვათ აი რუსებიდან თუნდაც სხვა ქვეყნებიდან დაბალი უფრო ბიუჯეტური ტურისტები რომ არ საფრთხეებს რო აღარ ვისაუბროთ უსაფრთხოების და ამ ყველაფრის ფონზე რა თქმა უნდა ძალიან მარტივი არის 2013 წლამდე აიგივე მაგალითია ზუსტად რა შეცდომებზე რო საუბრობთ ხოლმე ხო როცა სამხედრო მოქმედების დროს ანუ პრინციპულად არასწორი ხე მართლა ქოც ანუ ოცნების და აი ამ წინა ხელისუფლების შედარება თუნდაც ჩვენი პოლიტიკური ძალის ჩვენი სულ ჩემი და ჩემი იმ პარტიის რომელსაც მე წარმოვადგენ ხო ანუ რატო იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის კაცო იქ შეცდომები დაშვება ხდებოდა მაშინ როდესაც გვინდოდა რომ სახელმწიფო გამხდარიყავი და შეცდომებს მაშინ უშუალოდ როცა რაღაც წარმატებაზე გადიხარ ეგეც არის რა და ეხლა ეს ხალხი უბრალოდ ანუ რაღაცას თუ კარგს იზამს აი თეორიულ დონეზე ვიძახდა რა თუ უხნიათ აი მართლა შემთხვევით რაღაც ატკატის ან ტენდერის დროს თუ შემოეკეთებათ რაღაც ალბათ ხო მაქსიმუმს ვიძახი და აი რაღაც აი ამ ცუდის გაკეთებაში და ცუდი მიზანი როქს იმ პროცესში რომ რაღაც მოხდება რომ აი მოდი რა ეხლა მე რაღაცას გავაკეთებ იმიტომ რომ ეხლა მე ხო აქ რაღაც ბევრ ცუდს ვაკეთებ ბევრ ფულს ჭამ და რაღაც უნდა იყოს აი მაქსიმუმ ეს იყოს მათი კაი თორე მასშტაბური და გრძელვადიანი და სერიოზული მიზანი რომ აი ქვეყანა რა ეს იყოს ან საგამოთმო ხაბი იყოს ან თუნდაც მასშტაბური იდეა ამაზე სულ მახსენდება ერთი მაგალითი აი საგარეო თემაზე რო საუბრობთ ხომ ერთი ელჩი შემხდა ნუ ვერ დავასახლებ რა თქმა უნდა რომელი ქვეყნის რომელზე თან საუბრის დროს ესეთ რამე მითხრა რა და ძალიან მოხდა ყურში წინა ხელისუფლების დროსო აი მაგალითად იყო ხოლმეო წლის მანძილზეო სადღაც ორ მხარეს შორისო განხილულიო სადღაც 20-25 პროექტიო. ნუ აქედან ხო პირდაპირ გეტყვი რომ ახლა 6-7 პროექტი მინიმუმ ისეთი იყო ხოლმე რომ ჩვენ მომნებოთ რომ არასერიოზული იყო და ნუ არ არის ახლა ადეკვატური და რეალისტურიო. მაგრამ ხო საბოლოო ჯამში ხო ბევრი კეთდებოდა იმიტომ რომ 25-დან რაღაცა 3-4 მინიმუმ ხო კარგი იქნება და ასე შემდგომ. და ჯერ ერთი ამით რა ჩანს, ხო, პროაქტიურობა და გინდა რომ აი შენ რომ მუშაობა, აი მართლა რო გინდა რომ აი იქნება რამე ამ ქვეყანას, აი ამ მიმართულებით თუნდაც ამ ქვეყანასთან სავაჭრო, კულტურული, ეკონომიკური რაღაც კუთხით კარგი გამოვიდეს. და აი ხა ამ ხელისუფლების დროს ეგ არისო გამორჩეული რომ ეს ხალხიო, აი ხო იცი რაღაცა რო გაქვითავ, ანუ ერთი გოლი რო გაქვთ ხოლმე, რა ქვია მაგას, პრესტიჟის გოლი რო გაქვთ ხოლმე. აი პრესტიჟის გოლი გადის ხოლმე მაგასაც ვერ ვიხსენებ აი მიფიქრია მაგაზე რომ რამე კაი აი მართლა სახელმწიფო ამ ელჩმა რა იგულისხმა გეტყვი ანუ პრესტიჟის გოლი ხუთხით რომ ხანდახან წელიწადში ერთხელ რაღაცას გვეტყვიანო იმიტომ რომ რაღაცა ხომ უნდა გვითხრა ანუ იდეაში რაღაც წინადადება ხომ უნდა იყოს შეიძლება ანუ ალბათ იმ წელიწადში იმ ერთხელაც ალბათ არარეალური და უბრალოდ იმიტომ რომ აი რაღაც ხომ უნდა გვითხრა იმ კაცს ახლა მართლა ის ხო არ იქნება რომ რაღაცა საქმიანი იერი მაინც უნდა შეინარჩუნო მოკლედ გიგა ბოლოსკე წავიდეთ შევაჯამოთ დღეს რა ვიცი კიდევ ბევრჯერ იქნება ჩვენი სტუმარი მედია და ხო უბრალოდ დღეს აი ამ თემაზე ზოგადად თემებზე უფრო ვისაუბრეთ მაგრამ ყველაზე აქტუალურზე და ყველაზე მნიშვნელოვანზე რა ეხლა მართლა
სამწუხაროდ ესე ვიტყოდი ის პრობლემები, რასაც პარალელურ საქართველოში უყურებ ხოლმე ეგრეთ წოდებული ხელისუფლების და ეგრეთ წოდებული ოპოზიციური აქტორების მხრიდანაც მათ შორის, ეგ ნაღდად არ არის რა დღის ეს რიგის თემები, იმიტომ რომ მართლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ თავზე რამე წარმოადგენს უბრალოდ მართლა ყოფნა არ ყოფნის საკითხია და მართლა ეს ქვეყანა და სახელმწიფო გადარჩება თუ არ არის, ეგ წყდება და არა ის რომ რაღაცა ჰაერის დაბინძურების კუთხით თბილისში რას შევცვლით. თორე უნდა შეიცვალოს და ლაგუნავერეზე სულ ეს მაგალითები მომასვას მინუსაფარი ძაღლების პრობლემას მაწუხებს როგორც თბილისს არ ვიცი ლაგუნავერე ჩემზე მეტად 98% ამასაც ვაკლებ არ ეთკინება იმიტომ რომ მართლა ლაგუნავერეზე ვარ გაზრდილი და ეხლა ლაგუნავერეზე ვისაც უმუშავია და უცხოურია და მეტანხმება და ну არ ვიცი ეხლა უბრალოდ ეხლა ქვეყანა უნდა გადავარჩინო მე გადავარჩინოთ ეს რაღაცეები ანუ ესე არის და მე თვითონ ზოგადად კიდევ შენც რავი რაც ხავს დარჩენილი სათქმელი თქვა და მადლობას გადაგიხდი მოწვევისთვის ძალიან საინტერესო ვადევნებ ხოლმე თვალს თქვენ პოდკასტებს ძალიან კარგი წამოწყება სხვათა შორის და საკმაოდ პოპულარული რასაც უყურებ იმიტომ რომ აი საზოგადოებაში ცალსახად რა თქმა უნდა იქ როგორც შენ წეან აღნიშნე დასაწყისში პოდკასტის არის ეხა ხან კოცი შემოვა ხან ის მე კოცი არ ვარ მაგრამ ძალიან ბევრი ის არის ადამიანი ეგეთი ხო ბევრი კატეგორია მაგრამ რასაც უყურებ რეალურად ანუ ძალიან კარგი არის და კარგად აფასებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და მივესალმები ამ წამოწყებას და მადლობას გადაგიხდი კიდევ ერთხელ და სიამოვნებით ვიქნები თქვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა გიგა, მადლობა და ესეთი ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, პატრიოტი და პატიოსანი ხალხი უნდა იყოს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩართული და არა ის ტენდერშიკები, რომელსაც ჩვენ უყურებთ, ეს არის ჩემი კომენტარი გიგაზე, ასე ვთქვათ და მადლობა. წყლის ძალა მოგცეს ქართულ დემოკრატიას.